სურათებს ჩვენ ხო ბიბლიიდან კარგად გებულობთ. ბიბლიურ ადგილებიდან როცა გითხულობთ ამ ადგილებს, პარალელებს მოვძებნით და გავერკვევით სიტუაციებში. აი, როდესაც ახლა მეორე ჯულის კანონს ვეცნობთ ჩვენ და მე-11 მე-12 თავში. დააწვრილებით ზუსტად არის გადამოცემული ის სად შედის ეს ხალხი, რა ხალხთან ექნებათ საქმე, როგორი იქნება, რა პირობებს უყენებს ღმერთი მოსეს პირით ამ ერს, როგორი ნაყოფიერი მიწები არის, საიდან გამოდიან ესენი, სადაც ხელოვნურად იწყვებოდა ეგვიპტეში თელი რიგი რაღაცეები. უკეთესი ნაყოფიერი მიწებისკენ მიუძღვის ღმერთი ამ ხალხს, ვიდრე თქვა ეგვიპტეში იყო, საიდანაც გამოიყვანა. დღევანდელ ეგვიპტეზე ლაპარაკი აღარ არის, დღევანდელ ისრაელზე საერთოდ წყალი აღარ არის იქ. რას გვეუბნება მე-11 თავში მოსე ამ ხალხს რას ასწავლის და ეუბნება, რომ თუ ამ პირობების დაიცავ და პირობების დაცვა არის სწორედ ღვთისმშობლის შესრულება, ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე მუდამ გექნებათ წვიმა. წვიმა კი მოგიხსენებათ ახლა შიმშილება როდის იწყება, როცა გვალვა არის. გვალვა როდის არის, როცა არ შემოაქვს ღრუბლები ქარს, სხვა კუთხიდან უბერავს და შენთან არასოდეს არ იქნება და ის ადგურებს გვალვა, ამას მოყვება ნაყოფის არმოსვლა, მოყვება მას შიმშილი. და შიმშილება ერთ-ერთი ძლიერი ისეც არის ბიბლიაში, ხო, თემა და ძალიან სიმბოლური და ამავე დროს სულიერ რეალობა არის. ეგ არ არის წმინდა წყლის სიმბოლიკა. და ატვირ თუ აქ სიმბოლიკური, მაგრამ არის რეალობაც. შიმშილობის გამო არის მსაჯულების დროს აიყრება ერთი ოჯახი და მოაბიტელებში მიდიან. მტრულად განწყობილი ერისმე ის მოაბიტელები, რომლებიც შთამომავალი არიან ლოტის სასულეული სამარცხვინო კავშირის ქალიშვილებიდან, ხო? მოაბელები, რომლებმაც კიდე იქ აი არ შეუშვეს რომ მოდიან უდაბნოში, როგორ მოექცნენ ამას. ერთი ოჯახი ნოემინის და მელიმელგის ოჯახი ორი შვილით გარბიან მოაბში. უცნაური რაღაცა, ერთ-ერთი საინტერესო ზიგნი არის კიდე რუთი ხომ. აქაც შიმშილობას გაურბის ხალხი, გვალვა დაიწყო. აი ამ მე-11 თავში, მეორე ჯულის კანონის მე-11 თავში, სწორედ ამას ეუბნება, თუ ამ პირობებს დაიცავთ, ყველაფერი თავის დროზე იქნება, რძეც გექნება, თაფლიც გექნება და მე საზღვრები. საზღვრები მანდ რო არის აღწერილი და ეს არის კვადრატული კილომეტრებში რო გადავიტანოთ ჩვენ 750,000 კვადრატული კილომეტრი. ამ ტერიტორიას ისრაელი არასოდეს არ ფლობდა. მაქსიმუმ 70,000 კვადრატულს ფლობდა სოლომონის დროს. ეხლა 19,000 კვადრატული კილომეტრი არც არის მე მგონი. სადღაც მაგ რაიონებში არის. ნახეთ როგორ დაპატარავდა სიგრძით არის 300 კილომეტრი და სიგანით 80 კილომეტრია თქვენი ისრაელის ტერიტორია. როგორ დაპატარავდა 70,000 კვადრატული კილომეტრი ეს უდრიდა საქართველოს ტერიტორიას, ესე იგი სანამ წაგვართმევდა რაღაცეებს. მაგდენი იყო ჩვენ ტერიტორია. ეხლა საქართველოსზე ძალიან პატარა არის ისრაელის ტერიტორია და სოლომონის დროს სუსტად იმხელა იყო. არადა დაპირდება 750,000 კვადრატულ კილომეტრს და ეს ამე არ შეასრულეს. აპოკალიფსი გვეუბნება ეს შესრულდება. გაიფართოებენ ამას, ხომ? აღმოსავლეთიდან დასავლეთთაშუა ზღვამდე და ჩრდილოეთ იქიდან უდაბნო. სუნთლიანად ეს მაგათ ტერიტორია იქნება. ასე აღწერილი ისაიასთან, იერემიასთან, ეზეკიელთან, დანიელთანაც კი ძველ წინასწარმეტყველში. აპოკალიფსიც ამას ადასტურებს. მაგრამ ფაქტია, რომ ნახეთ, გასული არის 3500 წელი და ჯერ ეგ არ შესრულებულა. და რატომ არ შესრულდა? აი, რომ მივადგებით ახლა ის უნამეს მივხვდები და საჯულებს. მივხვდებით რატო არ შესრულდა. აქ კიდე პირდაპირ ეუბნება ღმერთი. აი მე-11 თავიდან მე-12 თავში რა ტერიტორიაზე შედიხართ, რა ქვეყანა ეს, როგორი მოსავალი იქნება და თუ მოიქცევით ისე, როგორც ღმერთი იდებს ამ პირობას, მათ არაფერი არ მოაკლდებათ. ეს ყუის სასწაული რატომ არის? ცხოვრებაში და გამოდი თუ ჩვენ მორწმუნეზეა ლაპარაკი და ვითომ რწმენა აქვს ყველას, მაშინ რადგინდა რწმენა, რომელიც იცი არაფერი არ გადგება. ხო ეს რწმენა ხო უნდა გამოიცადოს შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივი ცხოვრება იქნება ეს თუ სადაც ახარ. ელემენტარული ეკონომიკური ცხოვრება, ყველა სფეროს მოიცავს ყოფიერების ცხოვრება, ხომ? იქ თუ ის არ გამოჩნდა, რაც კიდე სამთლისმცემელი წინ და უკან რიტუალები და ჩასათვლელად სირბილი, რომ იქით შემდეგ იქ მოგაგონ რაღაცა მონაგები. და არაფერი არ გამოვა ესე. არანაირად ესე იგი საქმეებით ვერ გადარჩება გვეუბნება ბიბლია. საქმეებით ვერ გადარჩები. რწმენით გადარჩებით და რწმენის შესატყვისი საქმეებით უნდა ვიმოქმედოთ. რწმენის შესატყვისი საქმეს უნდა ვაკეთებდეთ. ხო ეს მჭიდრო კავშირია, ხო, რომ საქმეებით კი არ გამართლდა ა ブラ ამი, რწმენით და ეს ჩაეთვალა მას. მაგრამ რწმენაში, რწმენით მოქმედებდა ეგ და საქმეც ჩანდა. უკვე ქანაანის ქვეყანაში რომ ეს წარმართები ბავშვებს წირავენ, გააცხელებდნენ ამ კერპს, დამოშორილი ხელს, ჩაუგდებდნენ ბავშვებს. ეს არ გააკეთოთო. ესეც ხომ ძველი აღთქმიდან ცუდათაა გადმოტანილი ამ ქანაანელებს მოგეხსენებათ კაცობრიობა საიდან იღებს სათავას და მე როგორ დაშორდა ღმერთს და ყველამ თავისებურად მოთარგმნა რელიგიები. ეს რაღაც დამახინჯებულად აღებული აქვს აი ძველი იმიდან. გაიხსენეთ ა ブラ ამს რეუნება შემომწირე შვილიო და გაუგნებული ა ブラ ამი ვერ ერკვევა ამ საკითხში, მაინც ამ დროს ღმერთი კატეგორიულად კრძალავს ამას. ეთყობა ამა ტვინი რომ დაებრიცათ ამა და ცოცხალყმებთან კავშირი დაიკარგა. თავისი აი ამ რელიგიური რიტუალებით თulidan რომ კაი რამეს აკეთებდნენ. და ამაზე შემაზარზენი არაფერი არ არის. სხვერპს წირა ბავშვს. შვილს პირველ გაჩენილს. ხო, ეს თელეშხებით აკეთა. ეს არ გააკეთოთ თქვენო.
ეს საზიზღარია ღმერთის წინაშეო. ესე იგი დაუხასიათა ტერიტორია, ახასიათებს ყველაფერი ამას, პირობებს აყენებს და ეუბნება, თუ მოიქცევით ასე, თქვენი ტერიტორიები გაფართოვდება და გაფართოვდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესენი ხელშეკრულებებს მოსახლეობასთან არ დადებდა, რაც დაარღვიეს. დაიტოვეს ბევრი ისინი და შემოვიდა წარმართული რაღაცეები. დარჩა გაბაონელები და მთელი რიგი ისინი მოსახლეო ფილისტიმელების არ გაწმინდეს ქლიანად ტერიტორია, ამ ხელა ტერიტორია, რაც დაუსახა მათ, დაეზარათ ეთყობა. ხოც ადამიანს ეზარება, დაინახდა თავისი ადგილი და როგორც ოსტო ნახევარი აღმოსავლეთ მხარეზე უკვე ეზარება და აქ იქნებით რა და მერე პირობა და არა ომის დროს უნდა გადმოხვიდეთ და კაი და ომის დროს გადადიოდნენ. მაგრამ იქ აღარ უნდა შეცდომა, ესეც შეცდომა იყო, რომ გადმა და რუბენის იმან აღმოსავლეთ იორდანის მხარეზე ირჩია ტერიტორიაზე დარჩენა, რაც არ შეიძლებოდა. რა ახალ ხმაში ამას ხვდებით, რას მიყვეს ხელი ღორების მოშენებას მათ, ღადარინელები. აი ამ იმით რომ წავიკითხავთ ამას, ავკინწავთ. უკვე კარგად იხსნება რა მთელი სურათი და არა ისე საზეპიროებით, რიტუალურად, სექტანტურად, ჩასათვლელად არა. ჩვენ გვინდა თეოლოგიური ცნობიერებას ვეზიაროთ იმ თეოს, ქვია იესო ქრისტე. ხო, სამების მეორე სახე და პირი. ასევე არ უნდა იქნას დავიწყებული მესამე სულიწმინდა სავსე ახალი აღთქმა, თორემ ეგ რომ მიდის იძახის პარაკლიტოს გამოგიგზავნე. ხო, პარა გვერდით მავალი, შენთან გვერდზე რო იქნება სულ და შემო. ეს სულიწმინდაა. და ამას თვითონ იესო პირდება. ეს ურთიერთკავშირშია სამება, რაცაც თავი ვერ მოაბა სხვა რელიგიებმა და ფილოსოფოსების თავისამტრევის თემა არის ესეც. მაგრამ ფაქტი ესეა მანდ. აი ეს საკითხები ჩვენ უნდა კარგად ავიანალიზოთ და ჩვენი თეოლოგიური ცნობიერებაც თუ დაიხვეწება ამით უკვე კარგად ვერ ყვევით დღევანდელ სიტუაციებში, რომელიც აგრერიგად ცოტა უკვე სუმბურული არის. მთელი მსოფლიო უკვე რა ვიცი, გამოშტერების გაზია თუ დააკვირდებით. ტოტალური გამოშტერებაა. აღარ იციან რა გააკეთონ. გადახედეთ რა ხდება ევროპაში, გადახედეთ, ნუ. ეს დიდხანს გასტანს ესე. ამას ხომ მოყვება ყველანაირი შეჭიროებები. ეს ხელოვნურად შეთითხნილი ურთიერთობები. რა საჭირო იყო ეს 28 ქვეყნის რაღაც ხელოვნურად შეთითხნა. გაამართლა მან. ყველას თავისი ამბიციები როა, გაკოტრების პირას არის ერთი სახელმწიფო, მეორეცა, მესამე, მეოთხე რიგში დგას. მერე ეს გაუთავებელი გადარბენები, მერე სხვა ხალხი იხჩობა ამ სირიდან, ჩააგდეს აქ ცეცხლები. ეტაკნენ ომი არის, ვერც გაიგება, რა დემოკრატია სამყარები. იყოს რა იქ, სადაც დიქტატურაა და იყოს იმ ხალხზე, იქნება არის ადამიანი მონად დაბადებული და მას სჭირდება ბატონი. რასთან თავისუფლებ მე ვერ გავიგე. თან შეიძლება გაანთავისუფლო ჰუმანური წესებითა და ფილოსოფიით. განთავისუფლება ხო ქრისტიანული თემა არის. და ქრისტიანობაში თავისუფალი მონა არის. ეგ ტერმინია მათ მონაღვთისა. პავლე იძახს ამას და როგორ ლაიტმოტივად გასდევს ეს. იქ ქრისტეს მონა, ღმერთის მონაა ყველა. და განსხვავება არის ბერძნულში მონა ტერმინი დოლოუსი რო ქვია მოსამსახურისაგან. მოსამსახურეს აქვს თავისუფალი დრო, გარკვეული საათები მოშო, მონას არაფერი არ აქვს. ამ ტერმინს ხმანობს ძველი ბერძნული იმიდან, აი ახალ აღთქმა შეგა, პავლეს აქედან მონა ვარ იმის. უცნაურია და ეს ახლა აირეკლება ნეოლოგიზმები რო შემოვიდა ჩვენ ცნობიერებაში და ნეოლოგიზმი ნიშნავს ახალი სიტყვების შემოსვლა სხვა შინაარსებით. უკვე რა თქმა უნდა ეს შემოვიდა ნეოლოგისტური ფორმა მიიღო ამ სიტყვამ და ასოცირდება დამცირებასთან. და აქედან მონამინდა ახლა ღმერთის მონა და შემოვიდა ლიბერალური განწყობა ღმერთთან ურთიერთობაში. მოიგონეს და ისეთი ღმერთები ლიბერალებმა, ათეიზმი მიუღებელია, მაგრამ დაუშვეს ლიბერალური ღმერთები. ეგ ერთთაყვანისმცემლობაა. პირდაპირ ამას მიუთითებს მე-12 თავიდან რო იწყება და მე-13 თავი, შედარებებით სრულწინასწარმეტყველები მეორე ჯულის კანონში, რომ ამას ხელი არ უნდა მიიღოს ისრაელმა ერმა და კიდევ ერთხელ გახსენება არის. თუ როგორ იქცეოდნენ მისი წინაპრები, რა მოუვიდათ აი პიროვნებებს სიხარბისა გამო, როგორ მიწა გაიპოიმა და რიცხვთა წიგნში ვისწავლეთ რა მოუვიდა ერთ ოჯახს. ამას კიდე რატო იმეორებს მოსეს პირით ღმერთი? რომ ადამიანის თვისება არის დავიწყება ყველაფერსა. უცნაურია და განსაკუთრებით აი ეს რაც საინტერესო ის გავიწყდება. რაც ღმერთთან ურთიერთობას ეხება, მართლაც სატანე მაგას გავიწყებინებს. და აგერ უახლოეს საქართველოს ისტორიაც გადახედეთ. რამდენადმეა დავიწყებული. აბსოლუტურად ხალხმა დაივიწყა ყველაფერი, თუ თქვენ არ გაახსენეთ. აი, რას ეძახდა გუბაზა არჩევნების წინ, რას ეძახდა ივანიშვილი, რას ეძახდა ქეთი დოლიძე. აი, ამოყარეთ და ნახეთ რა. მანდამაც კვარაცხელემ უნდა მოძებნოს ეგეთი რაღაცეები. აი შეგწყვებათ ისეთი ტერმინებია. გაძვირებასთან არანაირად არ გაძვირდება შუქიო. ეს ხროვის ბრალიაო გუბაზა იძახის. გაძვირდება კი არა, გაიაფთება ყველანაირადო. არჩევნების წინ გუბაზაც იძახდა ამას. აი ესეთი ადამიანი ხალხს დავიწყებული აქვს ეს ყველაფერი. და ისევ იმედებს ამყარებენ. ეხლა პატრიოტთა ალიანსზე. გამოჩნდა თურმე ახალი ძალა. თურმე პატრიოტიზმი გადაგვარჩენს. აი ლექსების სიყვარული გადაგვარჩენს. ქართულის ამ დროს საქართველოში მეგობრებო, ქართული ენა თუ იცი ვერ იმუშავებ ბანკში. არ მიიღებენ.
ესეთ ენაც ქვეყანაში არ არის მშობლიური ენით ვერ მუშაობდეს ვერავინ. მშობლიური ენა კანადაში აუცილებელი არის სამუშაოსთვის, მაგრამ დამატებით თუ იცი ესპანური, იტალიური და ფრანგული, შენ წაგადგება, შენ ეკონომიკას წაადგება. მაგრამ აქ რო გითხრან, იცი რა? არა, ეს ინგლისური არა, რაღაცა იყიფჩაღის ენა. წარმოიდგინეთ, საქართველოში ქართული ენით სამსახურს ვერ იშოვი. და ეს რენი რას პატრიოტებენ მე ვერ გავიგე. რომ მოვლენ ესენი ესე დაიწყებენ? როგორ გეკადრებათ? რატომ არ შეიძლება ქართული ენით მუშაობა ყველა სექტორში მათ? თურქეთში რა ესეა? თურქეთში მაცხოვრებელი ყველა თურქია თურქული ენა გადის ყველგან, ბანკშიც და ყველგან. მაგრამ იმათ თუ იცის ინგლისური, მაგას რაჯობია. მაგრამ მოთხოვნილება რომ თურქული იცი მარტო და არ მიგიღო, ეგ სწორი არ არის. ეგ გამოყარი მთარგმნელიც რა. მე ქართული ენით მუშაობ, ასევე უნდა იყოს ვინც ინგლისური, მე ასე მამონდებული არ მინდა უცხოენის სწავლა. არის მეორეს ნიჭი აქვს, აი მან თარგმნოს იყო ხო ადრე ეგა. ეხლა აღარ არის. საერთაშორისო იყო მთარგმნელები. ეხლა რაც გვავალდებოდნენ მე ენების ცოდნას, ხო? საქართველოს ისეთ კურიოზამდე მივიდა უკვე რომ მშობლიური ენა არაფერში არ გადგა. როგორც მეგრელს საქართველოში მეგრული ენით სამსახურს იშოვი? მეგრული ენით საქართველოში ვერან ვერ იმუშავებდა ვერსად. მაგრამ ეს იყო ტომის ენა. ასეთივე ტომის ენა გახდა საქართველოში უკვე ქართული ენა. როცა მოეძალა სხვა ენები, ფრანგული, გერმანული, ინგლისური. განსაკუთრებით ინგლისური. ქართული ენა დაემსგავსა მეგრულ ენას. ვერ მუშაობ ამენით და ბანკში ვერ იმუშავებ. არჩევანი როცა არ მიგიღებ, ნუ. ეს ახლა რა კანონი უნდა მიიღონ, რა ენის კანონზე, რას გვემაიმუნებიან, რატომ აიმუნებენ, რა ვიცი, ცალკე თემა არის, გავედით ჩვენი ყაიმებში. ეს უნდა დაბატონდეს. და ამას მოყვება მე რაც აუცილებელია, ღმერთმა იცის რა გამოგიგზავნოს. თანამოვლენად რო ღმერთი გეყოლება და გვერდითი მოვლენა რო იქნება და მთავარი კიდე ის არის ახლა სკოლა, ინსტიტუტი, ჰუმანიზმი არის და არაფერი კავშირი არ აქვს ამას თქვათ ჭეშმარიტ რწმენასთან. მაშინ ჩვენ მე-11 თავი 37 მუხლე მე მგონი ერთში, ესეთი დიდი მუხლები არ არის, მალე ჩაიკითხები ეგ თავები მე-11 მე-12 და მაგი განვიხილოთ, დავიანალიზოთ. არაფერი რთული მანდარ არის შინაარსობრივად რო წავიკითხოთ ეს ძალიან ადვილი და ტექსტებია ძალიან კარგი და ბევრი ჭეშმარიტებაა და გარკვეული მუხლებზე გამახვილება ყურადღების კი შეიძლება ისე. პირველი 6 მუხლი მაგალითად მე-9, მე-9, მე-13, მე-14 შეიძლება ცალკე იქნას განხილული. ერთგვარად ისტორიასაც არის, კიდე გახსენება არის და თანადროულადაც ჟღერს დღეს ჩვენთვის გჭირდება. აბა რატო კითხულობ მე ამას გონიათ ახლა მე ესე თეოლოგიური განათლებით მოვიწონებ თავს თუ რა. ყოველდღიურობაში თუ ამას არ გადმოვიტან მე და ყოველდღიურ ყოფაში ამას არ ამუშავებ, ამას არაფერი ეფექტი არ იქნება. ყოველდღიურობაში დამანახავს ამას, დღევანდელი ყოფა კიდე არის, ძალიან რთული ყოფა არის დღეს ყველგან რა, გაუსაძლისი მდგომარეობაა ყველგან, ესე იგი, აი ესეთი გულღრძოობა, აი ესეთი გულციობა ეპოქას, რაც მე კულტურის ისტორიას გადავხედე რა, მე არ ქონია. ასეთი გულღრძოობა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და ასეთი გამალებული ყვირილი ტრიბუნიდან სიყვარულზე მე არ მომისმენია. გამალებული სიყვარული ტრიბუნიდან არასოდეს არ იყო, მაგრამ სიყვარული ისე იყო. ეხლა პირიქით არის. საქმეზე არ აჩანს. გაუთავებელი სიყვარულის ხის არის. ზრუნვა ერთმანეთზე. პლანეტა ზრუნავს ერთ ქვეყანა მეორე ქვეყანაზე, სირიელებზე, აფრიკელებზე, ტოლმილებზე, საოცარი ზრუნვა არის. ამას არის კატასტროფა. ბიუროკრატიამ ისე შემოუტია, კაცი მთლიანად არის დაბორკილი. ხოლმე საბუთომანია, საფრანგეთში საბუთომანია, გერმანიაში, კანადაში, აი საბუთებია, საბუთზე საბუთს ითხოვენ. კონტროლზე კონტროლს ითხოვენ. შენ რო სხვა საკონტროლებს, შენ სხვა გაკონტროლებს. ასეთი რამე იყო ხალხო. არ გითნო. გადაადგილება ისე ჭირს უკვე. მეტი რო შეიძლება რა. ეს უკავშირდება ეკონომიკას, უკავშირდება საბუთებს, აი ტონა საბუთებს ითხოვენ. ტონა საბუთებს ერთი ქვეყნიდან მეორეში რო წახვიდე, ერთ ქვეყნიდან მეორეში რო გათხოდე. არის ერთი თავის ტკივილი. საშინელი მდგომარეობა და რთულდება ყოველ დღე. ნუ გვატყუებენ რომ უკეთესი მდგომარეობა იქნება მერე და 21 საუკუნეა და 22-ში ხო გავწყინები და 23 ეს გავს ივანიშვილის დაპირებას პირველი წელი ესეთი იქნება მეორე ესეთი და მესამე მეოთხე საერთოდ ავყავდებით და მეოთხე ისეთი კონვალი მოხდა ხალხს თავში წეში გაწყვიტა და ის გუნდი კიდე თლიანად გამოცვალა ერთი და ჭაწულუკიანი მაგასაც გადააფიშტავენ და სად არის ეს დაპირებული გუნდი რომ აი ესეთ გუნდს მოვიყვან კარგი და საუკეთესო ხო მაგრამ მათ ავიწყდებათ ყველაფერი ხალხმაც დაივიწყა დავიწყებულია ყველას და უნდა გაახსენო მუდმივად იცი ასევე დაივიწყა ხალხმას შიოლაშვილის საგმირო საქმეები შევარდნაძის საქმეები და ეხლა რომ მოკვდა აღარ შეიძლება ყდარზე რამე თქვა რა კაი რელიგია რა სიცოცხლეში ხო ამოგაღებინებდა ხმას ხო დაგესხმოდა და მოკვდა და ეხლა ამაგაზე დარკაზე არ შეიძლება რამე თქვა რელიგია და მართლაც არავინ არაფერს არის და აცხონოს ღმერთმა იძახიან რა უნდა აცხონოს კაცო ის წავიდა ის ცხონოს შენი სიტყვა იმოქმედებს ცხონდება შენი სიტყვით თუ რა თუ შეიცulis ღმერთი ეხლა თავის აზრებს აქ არ ცხონდა და იქ როგორ ცხონდება ცხონება აქედან უნდა გადავიდეს იქით და არა ის სიკვდილის მერე გცხონდები თუ არ ხარ ცხონებული როგორ იქნები ცხონებული იციან სიტყვა რა არის ცხონება
ასევე შევარდნაძე ლაპარაკი აღარ შეიძლება. შერჩა ამას ეს ყველაფერი, მაიმუნობა, მამაძაღლობა, მაგრამ ჩვენ ქრისტიანებს ვიცით რომ არავის არაფერი არ შერჩება. ამიტომ ჩვენ არც გულზებს ყდებით და არც ის მაწუხებს. კიდე ახლა თუ საჭირო იქნება, მოვთხრი და ყავს გავაძრო. ტარზე არაფერი არ შეიძლება. ჯერ ერთი არ მომკვდარა. შევარდნაძე არ მომკვდარა, იგი გადავითა. აგზელებს ცხოვრებას, სად ეს მარტო ღმერთმა იცის. ძალიან მეჭვება კაი პირობებში იყოს. დიდი ალბათობით მე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში უნდა იყოს. და რას ქვია ცუდი არ უნდა ვთქვა? მე მოკვდა რას ნიშნავს მოკვდა კაცი, ჯერ ეს გამაგებინეთ რა იგულისხმება ამის ქვეშ. და მე რატომ არ უნდა ვთქვა ცუდი? თუ სიკვდილის მერე გაქროვა არის, რა მნიშვნელობა აქვს მე იმაზე რას ვიტყვი? აი რა მნიშვნელობა აქვს? თუ სიკვდილის მერე ის აგზელებს ცხოვრებას, რა ჩემი ცუდი რა? იმას ის მიეწევა იქა და რაღაცა ჩაეთვლება იმა და ღმერთი მოისმენს და უფრო ჯოჯოხეთში ჩააგდებს. ამიტომ კარგი რატო უნდა ვთქვათ? ესე იგი ნახეთ მართლმადიდებლობას როგორ უყურამესმის ყველაფერი. მართლმადიდებლობა დაგვიდასტურებს იგი ცხოვრება გრძელდება. იმიტომ არ უნდა თქვა გარდაცვალებაზე ცუდი რომ შენ აქედან უნდა ილოცო რაღაცა და შენ გამოასწორო. აი ეგ არის ყალბი თეოლოგია. ასე რომ უფლება გვაქვს ჩვენ გავაკრიტიკოთ ადამიანი, მაგრამ სანამ გავაკრიტიკებდეთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რას წარმოადგენთ. რას ქვია მტარია ცოცხალია ცოცხალიდაც გააკრიტიკეთ თუ ამის შესაძლებლობა გაქვს და ძალა გაქვს გარდაიცვლება და თუ ამის მომენტი ჩავარდება რატო არ უნდა განიხილო ის რატო უნდა თქვა სულ კარგი ეს ახლა გადმოიტანეთ თელ ზოგად ქართულ ისტორიაში აი რატომ არის რომ საქართველოში ცუდს გარდაცვლება არავის არ ეძახდნენ და სულ ქებადიდება გარდაცვლილი ხალხის ამდენი წმინდანები ისტორიას არ ახსოვს არავინ ცუდს არ იძახის რელიგია ესეთი ბაგრატონებში ყველა მაგარი იყო და თუ სადმე ვინმე რაღაცა ისტორია ამოქეკა ესეთები არა ვართ ჩვენ ისტორიკოსებიც ითვალისწინებდნენ ამას ბაგრატონების ისტორიკი და ყველაფერს კარგს წერდნენ ზოგს წაცდებოდა რაღაცა ის დავიწყებული ჩარმა ქებადიდება თამარ მეფისა ქებადიდება დავითის ქებადიდება ყველას ქებადიდება ანუ არ არის ეგ სწორი ხო მართლმადიდებლობამ ჩვენ ქართველი ცნობიერება ძალიან დიდხანს აბუქსავა და აბუქსავებს და ეს ბუქსაობა უკვე უკან სვლაში მიდის და დეგენერაცია სახეზე არის ამიტომ იცახი დიდხანს ღმერთი ითმეს მაგრამ ეს ბოლოს ხო იცი მოწყალია ღმერთი ეს გაგავოცებთ რა გავოცდებით ბიბლიის კითხვის პროცესში რაოდენ მოწყალი არის ღმერთი რამდენ ხანს უყურებს ადამიანებს რამდენ ხანს უყურა ქანაანის ხალხს სანამ მაგას მანდენან არ გაასწორებდა ხო ამათი მეშვეობით თუმცა ეს არ შეასრულეს ბოლომდე 430 წელი ხუმრობთ 1000 წელი ხო 1600 წელი კაცობრიობას უყურა სანამ წარღვნა იქნებოდა მეტი რა გინდათ კიდე სანამ წარღვნა მოვიდოდა 120 წელი კიდე ადროვა მაგრამ დიდხანს არ დარჩება ჩემი სული ასე უკუგდებულიო და მოხდა წარღვნა ახლაც იგივე სურათი მეორდება ვიდრე სანამ არ შესრულდება ის დედამიწის ის ელოდება დაწვა არ არის ეს დიდი მოთმინება და ძალიან ბევრს ამ მოთმინებაში შეეპარა ეჭვი მოთმინება კი არა ეს ღმერთი არ არის ტყუილია სად არის დაპირებული რომ მოდის ელოდებიან საიდან არაფერი არ ჩანს ძალიან ცდება ადამიანი ძალიან ცდება შენ რა იცი დრო ღმერთი როგორ უყურებს დროს ჩვენი სარკმლიდან ხედვა ამ თემების არ გამოგვადგება ჩვენ ერთ დღეს გადავსკუტებით ყველას მოუვა ეგ რაღაცნაირი იმით ენტროპია სახეზეა ზოგს ერთი ორგანო უჩერდება ზოგს გული უჩერდება ზოგს ღვიძლი ცოდვა დაცემული ნატურის ბრალია და ცოდვილი ბუნება დაიბადეს შენ დაიბადე ცოდვაში ადამიანი მე ყველა და ჩვენ ცოდვის შვილები ვართ ცოდვაში ჩვენი ნატურა ბუნება არის ცოდვილი აქედან ეს ნატურა რა თქმა უნდა გამოვლინებას ახდენს პატარ-პატარ ემნებში ადამიანი მას ცოდვილი ნატურა აქვს და თუ ამ ნატურასთან არ მივიდა და არ აღიარა რომ ეს გამოსყიდული არის იესო ქრისტეს მიმართ ეს არც ვერც გადარჩება ადამიანი ჩაწვდეს ამ პრობლემას და მიხვდეს რა გააკეთა იესო ქრისტემ გააკეთა ისეთი რამ რაც ვერავინ ვერცეთი ადამიანი თავისი ძალებით ამას ვერ გააკეთებდა გააკეთა უსასყიდლოდ მადლით კვაჩუკამან აი სისხლით ჩვენ ჩამოგვბანას ამიტომ არის სისხლი ბიბლიაში სიცოცხლის სიმბოლო და ამიტომ არის ლევიტელებში სისხლი არის დასაქნათო ხორცთან სისხლი არ უნდა ეჭამათ სისხლიანი ხორცი ეს ხო ასოცირდება იესოსთან ღვინოსთან ასოცირდებოდა იესოს სისხლი და მართლაც ამ სისხლით არის გამართლებული ცოდვილი ბუნება და ეს სასწაული კი არ დაინახება თვალსაჩინოთ არ არის და იგრძნო მე ხდება ამის ისიქით რო გადავალთ მე გავიგებთ აქ კიდე არა ჩანს ბევრისთვის კი ჩანს ისე პავლისთვის პრობლემა არ იყო უტირე ვერ ხედავს ამას ისევე როგორც ვერ ხედავს ძალიან ბევრი მეორე დაბადების აქტს ესეც სასწაულია როგორ შეიძლება ადამიანი მეორედ დაიბადოს ახლა თქვენ ეგ არის დაბადება არის მეორე დაბადება თუ ახლა არც შევარდნაძე დაბადებულა მეორე არც შიოლაშვილი არ არის კიდე არ ჩანს დაბადებული არის პეტრე ხედავ ავლე დაბადებულია და მსგავსნი მისნი ქრისტიანები ჩანან არ შემიპარე ბეჭვი ისეთი წყობა ამაზე არ მიპარე ბეჭვი არანაირად
იესო ქრისტეც ლაპარაკობს ამ დაბადებაზე, ნიკოდიმოს ეუბნება. სხვათა შორის ორი სახელია ნიკოდიმოსი, დაფიქრებული ხართ, ორი ბერძნული სიტყვის შეერთება, ნიკეა და დემოსი. ნიკეა გამარჯვება არის, აქედან ნაიკის ისა ფირმა გახსოვთ ალბათ, იცით, ნაიკის გამარჯვება. ვთარგმნოთ სიტყვასიტყვით, ესეთი რამე იქნება. პაბედზიწელ ნაროდა. ესეთი სახელი აქვს ნიკოდიმოს. დემოსი ხალხია, ნიკეა გამარჯვება. ხალხზე გამარჯვებული შეიძლება ქართულადაც ასე ვთარგმნოთ, ხომ? ამ სახელს ატარებს ეს ფარისეველი, რომელიც იესოს ესტუმრა. და რას ეუბნება? ნახეთ, დაბადება. უცნაური ეს ხალხზე გამარჯვებული რატომ არის? ხო, რა სახელია ეს ნიკოდემოსი? დემოსი, დემოკრატია იცით აქედან. და შოკირებული ნიკოდემოსი იღებს ამ ღამის გაკვეთილებს. ბუნებრივია რაღაცა ისწავლა მაგამ და გავიდოდა, ხო, ეს ფარისეველი იყო, იცით თქვენ. ეს რელიგიის კარგი შემსრულებელი იყო. თუ არ გაცოცხლდა ეს სიტყვები ჩვენ ცნობიერებაში, ისე რა აზრი აქვს ამას, ხო? როცა წმენაში შემოეცა, ის რა უნდა თქვას, იოსებმა რა შიშიჭამა ბავშვმა 16 წელს სამ რა გაუკეთეს ძმებმა. ყველაზე საშინელება რა არის და გულის მომკვლელიც რო შინაური რო გიკეთებს, ან შენი ძმები რო გაგწირავენ. ახლა ვიღაცა რო გაგწირავეს, ისე არა, უკვე იმედი აღარაფერს აღარ აქვს რო გაგწირას შენიანმა ძმამ. თან ძმები შეიგურენ მოსაკლავად და ბოლოს ეს გამოიხატა ყველაზე კაი ვარიანტი გაყიდვაში და მიყიდეს აი საათღაც უცხო ქვეყანაში. რა დამძიმებული მიდიოდა ალბათ 16 წლის ბიჭი და სად უცხო ქვეყანაში კატასტროფაა ხო ამის წარმოქმნა. თან რა გულგატეხილი უნდა ყოფილიყავი ადამიანური დონით ესე უნდა ყოფილიყო ძმებზე, მაგრამ როგორ ხდება იგი ძმებს გაოცდებით? აი ვინ არის ღმერთი თმავალი. უცნაურია ღმერთი ყველა სიტუაციაში თავის პროექტს ისე ახორციელებს, ისე მიყავს რომ შთაბეჭდილება რჩება იმისა რომ თითქოს იცი ღმერთი არ არის. აშკარათაც მონაწილეობს, მერე გადგება ისე და მაინც საქმეს პროვიდენციული იმით მეთოდებით აკეთებს. ამ ხლები წიგნებში კარგად არის აღწერილი, აი რუთში, ესთერში ეს ღმერთის პროვიდენციული ხელი მაგრად ჩანს. და ჩვენც ახლა მაგ ფაზაში არა ვართ. ხილები აქ აღარავის აღარ აქვს. იცით რომ იყო პერიოდი ისრაელის ისტორიაში, რომ ხილები ძალიან იშვიათად იყო. არავის ხილები აღარ ქონდა, ისე დაეცა ისრაელიერი, დიდება წასული არის, ღმერთის საერთოდ ტაძარი დატოვებულია. და გაუსაძელს იმ მდგომარეობა. უფრო მეტი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა ისრაელი ხელიდან ხელში გადადის ბაბილონის მერე, ჯერ საბერძნეთის, სპარსეთის, მერე რომის იმპერიაში და სუნთლად ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა მეფედ ყავდათ მათ ედომელი, იდუმეიდან ჰეროდე. ეს პირდაპირ იყო რა ვიცი, გასაოცარი სიტუაციებია მეგობრებო. დავიკითხოთ მეგობრებო, მე-11 და მე-12 თავი? თავი მე-11. სულ მუდამ გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი. შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები. იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენ შვილებს, რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, მისი მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი. მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელს მის ქვეყანას. რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, ის მხედრებს და ეტლიონს, რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები. როცა თქვენ გედევნებოდნენ და დაღუპული ყავს ისინი დღემდე უფალს. რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით. რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის ელიაბის შვილებს. როცა დააღო პირი მიწამდა მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელს ისრაელში. რადგან უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადის საქმეები, რაც მოიმოქმედა მან. შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა. რათა დღე გრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას და მის შთამომავლობას იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არ აკავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და წყავდი შენი ფეხით როგორც ბოსტანს. ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდებლადაც გაღმა გადადიხართ, თაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება. ქვეყანა, რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი შენი ღმერთი. უფლის შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე. და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებ, რომ გიყვარდეთ უფალი თქვენი ღმერთი და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით, დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს. გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის. ჭამე და გაძეხი, ფრთხილად იყავი, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, და ხშავს ცას, აღარ იქნება წვიმა.
მიწა მოსავალს აღარ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი. გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ. ასწავლეთ თქვენ შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწურისას და ადგომისას. წაწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს, რათა იმდენ ხანს იცოცხლო თქვენ და თქვენმა შვილებმა მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამაპაპას, რამდენ ხანსაც წაიარსებებს მიწის ზემოთ. თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ ცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ. გიყვარდეთ უფალი თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას. მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს. ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება. უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან, უკანას გვამდე იქნება თქვენი საზღვარი. ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის. უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას. კურთხევას, თუ შეიგონებთ უფლის თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს. შეჩვენებას, თუ არ შეიგონებთ უფლის თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხობთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს და გაყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ. და როცა შეგიყვანს უფალი შენი ღმერთი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება ღებალის მთაზე. აგერ აქვია ისინი იორდანეს გაღმა გზის ბოლოს, დასავლეთით ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ მამრეს მუხებთან, რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ. ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევით თქვენს წინაშე. თავი მე-12. ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა თქვენი მამაპაპის ღმერთმა რომ მოგცათ. გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის, მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხივანის ძირას. დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები. გადაწვით მათი აშერები. დაამსხვრეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან. ასე არ მოექცეთ უფალს თქვენს ღმერთს, არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენ შტოთა შორის ამოირჩევს უფალი თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანეთ. იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მიათედი, თქვენი ხელის წვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხურის პირველმოგებული. ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენ სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა შენმა ღმერთმა. ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა აქ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს, რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი შენი ღმერთი გაძლევს. გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი თქვენი ღმერთი გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად. რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი თქვენი ღმერთი თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ, თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მიათედი, თქვენი ხელის წვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის. გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენ შორის. ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან, სადაც გაიხედავ შენი აღსავლენი მსხვერპლი, არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ შტოში. იქ აღავლინე შენი აღსავლენი მსხვერპლი, იქ გააკეთე ყველაფერი, რაც გამოგიცხადე. ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებ, შეგეძლება საკლავის დაკლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით ხორცის ჭამა, რომელიც მოგცა მან შენს ქალაქებში. გაუწმიდურებულსაც და გაწმიდავებულსაც შეუძლიათ ეს ჭამონ, როგორც ქურციკი და როგორც ირემი. ოღონდ სიცხს ნუ შეჭამთ, წყალივით დაღვარეთ მიწაზე. არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მიათედს, შენი საქონლისა და ცხრის პირველმოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს
შენ შესაწევარს და შენს ხელის წვენს. მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენი ღმერთი. შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით. იცოდე არ მიატოვო ლევიანი რამდენ ხანსაც იცხოვრებს შენს მიწაზე. როდესაც გაგიფართოვებს უფალი შენი ღმერთის საზღვრებს, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის დაიტყვი. მოდი ხორცს შევჭამო, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად. ჭამე ხორცი შენი გულის სურვილით. თუ შენგან შორს იქნა ის ადგილი, რომელსაც ამორჩევს უფალი შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, დაკალი უფლის მოცემული საქონელი და ცხვარი როგორც დაგარიგე და ჭამე შენს ქალაქებში შენი გულის სურვილით. ოღონდ როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამე იგი. გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად ჭამონ. მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო. არ შეჭამო იგი წყალივით დაღვარე მიწაზე. არ შეჭამო იგი, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები, შენ შემდეგ, თუ სწორად მოიქცევი უფლის თვალში. ოღონდ აიღე წმიდა შესაწირავი, რაც გექნება და აღთქმული მსხვერპლი და მიდი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი. მიიტანე შენი აღსავლენები, ხორცი და სისხლი, უფლის შენი ღმერთის სამსხვერპლოზე. საკლავის სისხლი დაღვარე უფლის შენი ღმერთის სამსხვერპლოზე, ხორცი კი შეჭამე. დაიმარხე და შეიგონე ყველა ეს სიტყვა, რასაც გიცხადებ, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენ შემდეგ, უკუნისამდე, თუ კარგად და სწორად მოიქცევი უფლის შენი ღმერთის თვალში. როცა მოსპობს უფალი შენი ღმერთი იმ ხალხებს, რომლებთანაც მიდიხარ, რომ აღყარო ისინი შენგან და შენც აღყრი მათ და დასახლდები მათ ქვეყანაში. ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში, მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან. არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს. როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო. ნუ მოექცევი ასე უფალს შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის, რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვალენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს. ეცადეთ ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ. ურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ. გამარჯობათ! დღეს მე ყველა ჩვენგანი სახელით მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ჩაგთვალა ღირსა და მოგცა უფლება მასზე ვისაუბროთ და მისი სახელი განვადიდოთ. გვაპატიე იესო, თუ ვერ შევძლებთ, ეს გავაკეთოთ ისე, როგორც შენ გიკადრება. ან და განა ადამიანს ძალუც მოძებნოს შესაფერისი სიტყვები. ახლა კი უფლის სადიდებლად ისევ წმინდა წერილს მივმართავ და წაგიკითხავთ 23 ფსალმუნს. დავითისა ფსალმუნი. უფლის არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისნი, რადგან ზღვებზე დააფუძდა და მდინარეებზე მოაწყო იგი. ვინავა უფლის მთაზე, ან ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე, ვისაც ხელები სუფთა აქვს და გულის პეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს. ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და სიმართლის წყალობას მხსნელი ღმერთისაგან. ასეთია მის მაძიებელთა თაობა, ვინც ეძიებს შენი სახლის ხილვას ღმერთო იაკობისა. მაღლა აწიეთ კარიბჭენო თქვენი თავები და აიწიეთ ბჭენო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი ომში ძლევამოსილი. მაღლა აწიეთ კარიბჭენო თქვენი თავები და აიწიეთ ბჭენო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. მაღლა აწიეთ კარიბჭენო თქვენი თავები და აიწიეთ ბჭენო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. გმადლობთ. ისრაელიანები 70 კაცი ჩევდნენ ეგვიპტეში და იქიდან 2 მილიონიანი ერი გამოვიდა. როგორც გვახსოვს, ღმერთმა აბრაამს აღთქმა მისცა, რომ მის შთამომავლებს გაამრავლებდა როგორც ცაში ვარსკვლავებს და მიწაზე ქვიშას. ეგვიპტეში ღმერთმა ხალხს თავისი ძლიერი ხელი აჩვენა და ფარაონსა და მის ერს მრავალი სასჯელი მოუვლინა, რის შედეგადაც მათ, როგორც იქნა, გამოუშვეს ისრაელი. ღმერთმა თავისი ძალით არა მარტო ეგვიპტის მიწა აოხრა და ფარაონის არმია გაანადგურა, არამედ დაამტკიცა, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთი და ეგვიპტელთა ღმერთები მხოლოდ უსარგებლო კერპები იყო. მოსემ კიდევ ერთხელ შეახსენა ახალ თაობას, თუ როგორ ზრუნავდა ღმერთი მათზე უდაბნოში ხეტიალის დროს. აქ მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ შემთხვევას, როდესაც დათანი და აბირამი მათთან ერთად კი ლევიანი კორახი და 250
ისრაელის თავკაცი მოსეს ძალაუფლებას აუჯანყდნენ, რაც ფაქტიურად ღვთის წინაშე აჯანყება იყო. მოსემ და აარონმა ეს საქმე სწორედ ღვთის წინაშე მიიტანეს. ღმერთმა მიწა გახსნა, სადაც 3 მოჯანყის ოჯახი შთაინდგა, ხოლო 250 თავკაცი ცეცხლით განადგურდა. ახალი თაობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესწავლათ ღვთის მიერ დანიშნული ლიდერისა და სამღვდლო ინსტიტუტის პატივისცემა. ღმერთმა აბრაამს აღუთქვა, რომ მისი შთამომავლები ქანაანის მიწას დაემკვიდრებდნენ. გარდა ამისა, ამ მიწაზე ღმერთი აგრეთვე შეასრულებდა თავის აღთქმას კაცობრიობის ხსნის შესახებ. ამ მიწაზე დაიბადებოდა მხსნელი, იცხოვრებდა და მოკვდებოდა კაცობრიობის სოდვებისათვის. ის აღდგებოდა მკვდრეთით და ამაღლდებოდა ცაში, რათა თავისი ხალხისათვის სულიწმინდა გამოეგზავნა. შემდეგ ებრაელი ხალხი ამ მიწიდან მთელ მსოფლიოში გაიფანტებოდა, რათა დედამიწის ყველა კუთხეს მისწვდომოდა ცოდვებისაგან გამოხსნის სასიხარულო ცნობა. თუ კი ისრაელს უნდოდა დაემკვიდრებინა მიწა და ესარგებლა მისით, ისინი უნდა დამორჩილებოდნენ ღვთის კანონებს, რადგან ეს მიწა ღმერთისა იყო. მხოლოდ მას შეეძლო იორდანეს მდინარის გახსნა და მხოლოდ მას შეეძლო ისრაელიანებისათვის მიეცა გამარჯვება ქანაანში მცხოვრებ ხალხებზე. ეს ხალხები ისრაელიანებზე გაცილებით ძლიერები იყვნენ და მათი ქალაქები მაღალი გალავნებით იყო გარშემორტყმული. დღესაც მორწმუნეები იგივე პრინციპით ცხოვრობენ. ქრისტეში ჩვენ გვაქვს მოცემული ყოველგვარი სულიერი კურთხევა, მაგრამ მათ ვერ დავეუფლებით ღვთის რწმენისა და მისი კანონების მორჩილების გარეშე. როგორ შეგვიძლია დავეუფლოთ ღვთის კურთხევას? ეს შესაძლებელია მხოლოდ რწმენით. ისევე როგორც თავის დროზე აბრაამი, შემდეგ კი იესო ნავესძე და ქალები რწმენით შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. მიწას რუკის შესწავლითა და ოცნებებით ვერ დაიმკვიდრებ. ეს მხოლოდ რწმენით სიარულით არის შესაძლებელი. ხალხს უნდა გაეკეთებინა არჩევანი. ან დამორჩილებოდნენ ღმერთს და გაეხარათ მისი კურთხევით, ან კიდევ აჯანყებოდნენ მას და გამოეცადათ სასჯელი. თითქოს ადვილი არჩევანია, რადგან მართლაც ვის უნდა დასჯა, მაგრამ ხალხი მაინც დაუმორჩილებლობას ირჩევს. მათ ღვთის შიში არ აქვთ და ფიქრობენ, რომ გადაურჩებიან სასჯელს. სწორედ ამას ეწოდება ბიბლიაში ღვთის გამოცდა. აღთქმული მიწა ძირითადად აფლით იყო სავსე, მაგრამ თუ წვიმა თავის დროზე არ მოვიდოდა, მიწა ნაყოფს არ გამოიღებდა და ხალხი მშიერი დარჩებოდა, ხოლო წვიმა მხოლოდ ღმერთს მოჰყავს. ეგვიპტისაგან განსხვავებით, სადაც მდინარე ნილოსი რწყავდა მინდვრებს, ქანაანში მოსავალი მხოლოდ ღვთის მიერ მოვლენილ წვიმაზე იყო დამოკიდებული. ბაალი ქანაანელების ქარისა და წვიმის კერპი იყო და როდესაც ისრაელიანები ამ კერპთან მივიდოდნენ დახმარებისათვის, ღმერთი მათ სასტიკად სჯიდა. თავისი ხალხის დასასჯელად ღმერთი დაკეტავდა ცის კარებს და თუ ხალხი მობრუნდებოდა მისკენ და ემორჩილებოდა თაყვანს ცემდა, მოუვლენდა მათ წვიმას, გამოკვებავდა მათ და მათ საქონელსაც. მეფეთა წიგნში მოთხრობილი ელიას შეხვედრა ბაალის ქურუმებთან ქარმელის მთაზე კარგად აჩვენებს, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ცოცხალი ღმერთი. თუ ხალხი ისევ გადაუდგებოდა ჭეშმარიტ ღმერთს და კერპებს მიმართავდა, ღვთის რისხვა კვლავ აღიგზნებოდა და ხალხი ისევ დაიშჯებოდა. ბოლოს იმდენად მოიწამლა მიწა ისრაელიანი ხალხის კერპთაყვანისმცემლობისაგან, რომ მის გასაწმენდად ღმერთმა მთლიანად აყარა ისინი და მტრებს ტყვედ ჩაუგდო ხელში. კერპთაყვანისმცემლობისათვის ყველაზე კარგი შემაფერხებული ღვთის სიტყვა იყო. ის უნდა გაბატონებულიყო ისრაელიანთა ცხოვრებაში და ყოფილიყო მათი ყოველდღიური განსჯის მთავარი საგანი. ისრაელიანები გარეგნულად იცავდნენ კანონებს, მაგრამ გულში ღვთის სიტყვა არ ჰქონდათ. და იგივე საშიშროება ემუქრება დღევანდელ ქრისტიანებსაც. გაცილებით ადვილია ადამიანმა ოქროს ჯვარი ჩამოიკიდოს, ვიდრე ქრისტეს ჯვარი ატაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ადვილია ბიბლიიდან ამობეჭდილი ტექსტები სახლის კედლებზე გააკრას, ვიდრე მისი სიტყვა გულში შეინახოს. ნამდვილი ქრისტიანობა და ღვთის სიყვარული არის მისი სიტყვის ცოდნა და დამორჩილება და ცხოვრების ყველა სფეროში ამის გატარება. როცა ისრაელინები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, მათ შექემში, რომელიც გერიზიმისა და ებალის მთებს შორის იყო განლაგებული, უნდა ჩაეტარებინათ სპეციალური ცერემონიალი. ებალის მთაზე იესო ნავეს კანონები უნდა ამოეტვიფრა დიდ ქვებზე და სამსხვერპლო ეშენებინა. ეს მთა იყო წყევლის მთა, ხოლო გერიზიმი კი კურთხევის მთა. სიმეონის, ლევის, იუდას, ისაქარის, ეფრემის, მენაშესა და ბენიამინის ტომები შეგროვდებოდნენ გერიზიმის მთაზე, ხოლო დანარჩენი შტოები კი ებალის მთაზე. ამ ორ მთას შორის ველზე იესო ნავეს ძე, მღვდლები და ლევიანები იდგებოდნენ აღთქმის კიდოვნით და ლევიანები ხმამაღლა წაიკითხავდნენ წყევლასა და კურთხევას. ყოველი წყევლის შემდეგ ებალის მთიდან ხალხი დაიყვირებდა ამინ, რაც ნიშნავს დაე ასე იყოს, ხოლო ყოველი კურთხევის შემდეგ გერიზიმის მთიდან იტყოდნენ ამინს. შემდეგ მღვდლები შესწირავდნენ ყოველად დასაწველს. ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად და აგრეთვე სამშვიდობო შესაწირავს და მიირთმევდნენ ღვთის წინაშე. ამ ცერემონიის მიზანი იყო სინაის მთაზე მოსმენილი აღთქმის გამეორება და დადასტურება. სულიერი თვალთაყიდვით მორწმუნეები დღეს ორ მთას შორის ცხოვრობენ. კალვარი, სადაც ჩვენი ცოდვებისათვის იესო მოკვდა და ზეთისხილის მთა, სადაც ერთხელ იგი დაბრუნდება. მაგრამ მან ძველი აღთქმის კანონების ქვაში ამოტვიფრის ნაცვლად ახალი აღთქმა
ჩვენს გულებში ჩაწერა. როგორც რომელთა მერვე თავის პირველ მოხში ვკითხულობთ, ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. თუმცა ქრისტიანები მადლის ქვეშ არიან და არა რჯულის ქვეშ, ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას, რომ ცოდვები ჩავიდინოთ. ღმერთის დისპენსაცია იცვლება, მაგრამ მისი პრინციპები იგივეა და ერთ-ერთი ამ პრინციპიდან არის ის, რომ ღმერთი გვაკურთხებს, როცა ჩვენ მას ვემორჩილებით და გვჭირს, როცა ვუჯანყდებით. თავი მე-12. როდესაც ისრაელი აღთქმულ მიწას დაემკვიდრებდა, ღმერთს სურდა, რომ მათ მთელი კერძთაყვანისმცემლობა ძირფესვიანად აღმოეფხვრათ. ქანაანელი ხალხის რელიგია ერთდროულად ყალბიც იყო და საშინლად ბინძურიც. მათ უამრავი კერპები ჰყავდათ, რომელთაგან მთავარი ბაალი იყო და ასევე აშერა, ბაალის მეუღლე. აშერასათვის აგებული ხის სვეტები სექსის სიმბოლო იყო და როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, პროსტიტუცია კერპების თაყვანისცემის ცერემონიალის დიდი ნაწილი იყო, რითაც ვითომდა ნაყოფიერებას და უხ მოსავალს გამოსთხოვდნენ თავიანთ კერპებს. მოსემ აქ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუნდაც ერთი კერპის მიწაზე დატოვება საშიშროებას წარმოადგენდა ისრაელისათვის, რადგან ეშმაკი ამას მათ საცნუნებლად გამოიყენებდა. ისრაელიანებს ან კერპთა სახელებიც უნდა წაეშალათ მთელს მიწაზე, რათა ისინი ოკულტისტურ და ჯადოქრულ ცერემონიებში არ ყოფილიყო გამოყენებული. დღევანდელ საზოგადოებაში დიდი გასაქანი აქვს პლურალიზმს. ნებისმიერი რელიგია მისაღებია და იმასაც ხშირად მოისმენთ, თითქოს და იმის განცხადება, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი მხსნელი, პოლიტიკურად არაკორექტულიაო. მაგრამ მოსე აქ ნათლად ამბობს, რომ ყველა დანარჩენი რელიგია სრულიად მიუღებელია და პირდაპირ უბრძანებს ხალხს მათ ძირფესვიანად აღმოფხრას. როგორც გვახსოვს, პირველი მცნება სწორედ იმას ამბობს, რომ არავითარი სხვა ღმერთები არ გვყავდეს, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა. გარდა ამისა, ღმერთი მხოლოდ ისეთ თაყვანისცემას იღებს, როგორცაც თვითონ გვასწავლის. არანაირი სხვა სახის თაყვანისცემას ან სხვა რელიგიას ის არასოდეს არ მიიღებს. იუდაიზმიც და ასევე ქრისტიანული რწმენაც გამოცხადებით არის მიღებული. მაშინ, როდესაც ყველა სხვა რელიგია ადამიანის მიერ გამოგონილი სატანის ინსტრუქციაა. ისრაელიანები ჭეშმარიტსა და ცოცხალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, ხოლო წარმართები მკვდარ კერპებს. ქანაანელებს ბევრი რელიგიური თაყვანისცემის ადგილები ჰქონდათ, ხოლო ისრაელს მხოლოდ ერთი თაყვანისცემის ადგილი ექნებოდა, სადაც ერთი სამსხვერპლო იდგებოდა. ქანაანელები თავიანთ კერპებს საკუთარი სურვილის მიხედვით სწირავდნენ სხვადასხვა ცოცხალ არსებებს, საკუთარი შვილების ჩათვლითაც კი. ხოლო ისრაელიანები მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მიერ ნაბრძანებ სხვებს შესწირავდნენ, რომელიც შინაური საქონელი იყო და არასოდეს არავითარ შემთხვევაში ადამიანის შეწირვა არ იყო დაშვებული. ისრაელიანებს შეეძლოთ გარეთ ცხოველი მოეკლათ და ეჭამათ, მაგრამ მოკლული ცხოველის სხვებს შეწირვა არ შეიძლებოდა. ღვთისათვის შესაწირავი მხოლოდ სამსხვერპლოზე უნდა დაკლულიყო და მხოლოდ ღვთის მიერ დანიშნულ მღვდლებს შეეძლოთ სხვებს შეწირვის ცერემონიის ჩატარება. ღმერთს არ უნდოდა ხალხს წარმართა მიბაძვით თავიანთი რელიგიური სისტემა გამოეგონებინათ. ამიტომაც მან დეტალურად მიაწოდა ხალხს სხვებს შეწირვის კანონები, რაც ლევიანთა წიგნში დაწვრილებით განვიხილეთ. ყოვლად დასაწყდელი სხვებს შესაწირავი იყო სიმბოლო ღვთისადმი სრულიად მიძღვნისა, რადგან ის მთლიანად იწვებოდა სამსხვერპლოზე. სამშვიდობო შესაწირავი კი გამოხატავდა ღმერთთან ურთიერთობასა და მის მიმართ მადლიერებას და ხალხი ამ შესაწირავს მღვდლებთან და ოჯახთან ერთად იზიარებდა რხინის სუფრაზე. თაყვანისცემა ძალიან სერიოზული საქმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს დამწუხრებული სახე ჰქონდეს. პირიქით, ჭეშმარიტი თაყვანისცემა ადამიანს დიდი სიხარულით აღავსებს. მოსე აქ კიდევ ერთხელ უმეორებს ხალხს, რომ საქონლის სისხლის ჭამა არ შეიძლება. ისევე როგორც არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ადამიანის სიცოცხლე ღვთის მიერ არის მიცემული. ამიტომაც მკვლელი სასტიკად ისჯებოდა თვით ცხოველიც, თუ კი ადამიანს მოკლავდა. დაკლული უნდა ყოფილიყო. თუ ებრაელი სახლში დაკლავდა ცხოველს, მთელი სისხლი უნდა გამოედინა, სანამ ხორცს მოხაშავდა. თუ საქონელს სხვებს შესაწირავად მიიტანდა, მაშინ მღვდელი დაცლიდა სისხლს სამსხვერპლოს გვერდით. ეს ასევე წინასახია ახალი აღთქმისა. ჩვენ ქრისტეს ძვირფასი სისხლით ვართ გამოსყიდულნი და მისით ვართ გამართლებულნი, განწმენდილნი და მისი სისხლის დაღურის გამო მოგვეცა მარადიული ხსნა, ღმერთთან შერიგება, მასთან მისასვლელი და სხვა მრავალი მადლი და კურთხევა. ლევიანებსა და მღვდლებს ქანაანის მიწაზე მემკვიდრეობა არ ჰქონდათ, რადგან ღმერთი თავად იყო მათი მემკვიდრეობა და თვითონ დაუკმაყოფილებდა მათ ყოველგვარ საჭიროებას. ღმერთმა მღვდლებს წილი სხვადასხვა შესაწირავებიდან და ასევე პირველი ნაყოფებიდან დაუწესა. ლევიანები იღებდნენ ხალხის მეათედს და ისინი კი მეათედს მღვდლებს აძლევდნენ. ყოველ 3 წელიწადში ხალხს დამატებითი მეათედიც მოჰქონდა, რომელიც ღარიბებს უნაწილდებოდათ. ისინი, ვინც საწმინდარისაგან ძალიან შორს ცხოვრობდნენ, გაყიდიდნენ თავიანთ მოსავალს და როცა ჩამოვიდოდნენ, ამ ფულით იყიდნენ სამსხვერპლოსთან შესაწირავს. თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, მაშინ დაჯარიმდებოდნენ. მოსემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა ხრიკებს გამოიყენებდა მტერი, რომ ისრაელიანები კერძთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩაეგდო და თუ როგორ უნდა ერიდებინათ ეს მათ თავიდან.
წარმართების საზღვარი რელიგიური წესჩვეულებები აკრძალული იყო ისრაელის ხალხისათვის. მაგრამ როგორც შემდეგ ვიხილავთ, ხალხიც და მათი მეფეებიც კი მიეცნენ მეზობელი ხალხების მსგავსად კერპთაყვანისმცემლობას. ადამიანის ხასიათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის ცნობის მოყვარეობა, რომელიც კარგია სწავლისა და შემეცნებისათვის, მაგრამ თუ არ გავაკონტროლეთ, ის საშიშიც არის და შეიძლება დაყუპვამდეც მიგვიყვანოს. სწორედ ცნობის მოყვარეობა იყო ერთ-ერთი მიზეზი ისრაელიანების ცოდვაში ჩავარდნისა. მათ აინტერესებდათ ქანაანელების რელიგიური პრაქტიკა და ამით თავი განსაცდელში ჩაიგდეს და მისცეს სატანას საშუალება, რომ ისინი შეეცდინა. მოწიფულ და გამოცდილ ქრისტიანს, რომელსაც კარგად აქვს გაშინაგანებული ღვთის სიტყვა, შეუძლია შეისწავლოს და გამოიკვლიოს სხვა ფილოსოფიები ან რელიგიები, ისე რომ არ შეცდეს. ეს ცოდნა მას გამოადგება იმისათვის, რომ უქადაგოს ამ რელიგიებით და ფილოსოფიით დაკავებულ ხალხს. სხვათა შორის, ეს ასევე ეხება ეგრეთ წოდებულ კლასიკურ ლიტერატურასაც. ეს ლიტერატურა და განათლება ხშირად ქრისტიანული რწმენის საწინააღმდეგოა. ეს არ ნიშნავს, რომ არ შევისწავლოთ, მაგრამ ყოველივე ამას უნდა მივუდგეთ, როგორც ქიმიკოსი იკვლევს საწამლავს ხელთათმანებით, რათა შეისწავლოს მისი თვისებები, მაგრამ თვითონ არ მოიწამლოს. ამიტომაც ღვთის სიტყვასთან ყოველდღიური ურთიერთობა, ლოცვა და თაყვანისცემა დაგვიფარავს ყოველგვარი საწამლავისაგან და სატანის შემოტევებისაგან, რომელიც გააფთრებული ლომივით დადის და ყველანაირ ღონეს ხმარობს, რამენაირად შეგვაცდინოს. მეორე რჯულის მე-11 თავში ჩვენ ვეცნობით იმას, თუ როგორი განსაკუთრებული მიწა იყო აღთქმული ქვეყანა. აქ ისრაელიანებს ეძლევათ ახალი წესები და კანონები, რომლებიც მათ უნდა გამოეყენებინათ ქანაანში ცხოვრების დროს. პირველ მუხლში უზენაესი მოუწოდებს იაკობის შტოებს, რომ ყვარებოდათ ღმერთი, შეესრულებინათ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები. ისევე როგორც წინა თავებში, აქაც მორჩილებაზეა დიდი აქცენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორწმუნის ურთიერთობაში ღმერთთან. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც თავიანთი უგერგილობის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე ხათრით აკანტურებენ თავს და ვერავის ეუბნებიან უარს. მორჩილების დროს მორწმუნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ღვთისნებაა და არა ის, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა მოცემულ მომენტში. და ასეთი ადამიანი დუმს, საუბრობს, მშვიდად არის, თუ იბრძვის, ყველაფერს უფლისთვის აკეთებს. ახლა კი მოდით ვნახოთ, თუ რა წერია მერვე და მე-9 მუხლებში. შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა, რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა პაპას და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. ისრაელიანს უნდა დაეჯერებინა ღვთისთვის, რადგან მისი კარგად ყოფნა სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული. ხოლო მე-10 მუხლიდან ვიგებთ, რომ აღთქმული ქვეყანა არ ჰგავდა ეგვიპტეს, სადაც დათესილ მინდორს ესაჭიროებოდა ხელოვნური მორწყვა. ეგვიპტეში დღესაც ძალიან ცოტა წვიმა მოდის. იქ ნალექი 2.5 სანტიმეტრსაც ვერ აღწევს. მაშინ, როდესაც ჰავაის კუნძულებზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 250 სანტიმეტრია. უნალექო კლიმატის გამო ამ ქვეყანაში ხალხი ყველაფერს ბოსტანივით რწყავს და ისრაელიანებისთვის ნაცნობი იყო მოსავლის ასეთი გზით მოყვანა. რაც შეეხებოდა მთავრიან ქანაანს, მისი რელიეფი არ იძლეოდა მორწყვის საშუალებას. ისრაელიანებს არ მოეპოვებოდათ შესაბამისი ხელსაწყოები, რომ ასეთ პირობებში მათ გაეყვანათ საირიგაციო გზები. ამ მიწის მორწყვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ციდან წამოსული წვიმით. ღმერთმა განზრახ წაიყვანა და დაასახლა ისეთ ადგილას, სადაც ისინი მთლიანად დამოკიდებულნი იქნებოდნენ მასზე და ამგვარად ხალხი უფალთან სიახლოვეს შეინარჩუნებდა. ისრაელის მიწა დღესაც ბაღნარს ემსგავსება, როგორც კი მას ცოტაოდენი წყალი მოხვდება. თუმცაღა იქ ჩასულ ვიზიტორს თვალში ხვდება მოხრიოკებული ადგილებიც. მისი მიზეზიც მეორე რჯულის მიხედვით არის ის, რომ ეს ერი ისევ განაგრძობს უფლისადმი დაუმორჩილებლობას. ვინც დაუბარა მათ, რომ თუ თვინიერებას გამოიჩენდნენ, მაშინ მისცემდა ადრეულ, ესე იგი, საგაზაფხულო და გვიან, ან საშემოდგომო წვიმას. აღთქმული მიწა ზუსტად აღწერს ამ ერის სულიერ მდგომარეობას. იქაური დოვლათი პირდაპირ პროპორციულია მაცხოვრებლების შინაგანი მორჩილებისა და მათი ღმერთთან სიახლოვისა. ამ ხალხისთვის ძალიან გასაგები იყო, რომ უფალი აძლევდა ყველა იმ სიმდიდრეს, რაც გააჩნდა. თანამედროვე ადამიანს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც მას საძნელო საქმე აქვს გასაკეთებელი. რატომღაც ასეთ ხალხს ეჩვენება, რომ უბრალო საქმეს თავადაც მოერევა უფლის დახმარების გარეშე. მაგრამ მიუხედავად იმისა, იცის მავანმა ამის შესახებ თუ არა, ორივე შემთხვევაში ღმერთი გვევლინება იმ პიროვნებად, ვინც რაიმე
რაიმეს გაკეთების შეძლებას გვაძლევს. 22 მუხლში მოცემულია ის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ ისრაელიანებს აღთქმულ ქვეყანაში, ვისაც ნათლად გააგებინა უფალმა, რომ იქ წარმატებას ნახავდნენ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი შეასრულებდნენ ცნებებს, ეყვარებოდათ ღმერთი და ივლიდნენ მის გზაზე. როგორც ყველამ ვნახეთ, ქანაანი საჩუქრად ეძლეოდათ ისრაელიანებს. მანამდე კი მათ არასოდეს ჰქონიათ ამხელა მიწა საკუთრებაში. აღთქმული ქვეყანა გადაჭიმული იყო ევფრატის მდინარიდან ხმელთაშუა ზღვამდე და ლებანონიდან სამხრეთით უდაბნომდე. ეს იყო დაახლოებით 750,000 კვადრატული კილომეტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელიანებს არასოდეს გაუფართოებიათ თავიანთი ქვეყნის ტერიტორია, ჩვენს მიერ ზემოთ დასახელებულ ზონებზე მეტად. და ის მაშინაც იმხელა იყო, როდესაც ქვეყანა უკიდურესად აღზევდა დავითისა და სოლომონის მეფობის დროს. უფალი დაჰპირდა ისრაელიანებს, რომ მისცემდა ყოველ ადგილს, სადაც მათი ტერფი დაიდგმებოდა. ისღად არჩენოდათ მხოლოდ, რომ შესულიყვნენ იქ, მოევლოთ ტერიტორია და მიეღოთ თავიანთი კუთვნილი სამკვიდრო, მაგრამ ეს მათ არ გააკეთეს. მოგვიანებით იგივე უთხრა ღმერთმა იესო ნავეს ძესაც, ვისაც აჩვენა მის წინაშე გადაშლილი ქვეყანა და მოუწოდა, რომ შესულიყო, მოევლო ქვეყანა და დამკვიდრებულიყო იქ. ჩვენ ვიცით, რომ უფალმა ყველა დალოცა იესო ქრისტეში, მაგრამ მორწმუნეებს შორის მაინც დიდი სიჭრელე შეიმჩნევა, რომელთაგანაც სულიერად ბევრი სიღატაკეშია, ხოლო ბევრიც შეუდარებელ სიმდიდრეში იმყოფება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა სასიხარულო ამბის გაგების შემდეგ სწრაფად დაიწყო ღვთისგან მიღებული კურთხევის პრაქტიკულად გამოყენება, ხოლო ბევრი მხოლოდ სახარების მოსმენას დასჯერდა და გაჩერდა. ჩვენ მადლის ეპოქაში ვართ და სწორედ ეს გვეხმარება ყველაფერში. ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მორჩილებამ უკანა პლანზე გადაიწიაო. მაგრამ იოანეს სახარების მე-14 თავის მე-15 მუხლში უფალი გვახსენებს, რომ თუ იესო გვიყვარს, ჩვენ მისი მცნებებიც უნდა დავიცვათ და თუ არ ვემორჩილებით უფალს, მაშინ გამოდის, რომ დიდ სულიერ დალოცვებსაც ვაკლდებით. მორჩილებით მიიღწევა შვენიერებით ახსავსე და დიდებული ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მასთან სიახლოვედ და პირად ურთიერთობად. ამის საპირისპიროდ დაუმორჩილებლობას მოაქვს წყევლა. მე-11 თავის 22 მუხლში ისრაელიანებს ეუბნება ღმერთი, რომ დალოცვის ნაცვლად შეჩვენებას მიიღებდნენ, თუ არ შეიგონებდნენ უფლის მცნებებს, გადაუხვევდნენ მის გზას და გაყვებოდნენ უცხო ღმერთებს. როგორც ვხედავთ, უზენაესი ბევრჯერ აფრთხილებს ისრაელიანებს კერპთაყვანის მცემლობის საშიშროებაზე. მოგვიანებით ისტორიიდან ვეცნობით, რომ ღმერთმა თავად გამოხო იერუსალიმი ტაძრის ასაშენებლად, სადაც უნდა მისულიყო ყველა ისრაელიანი თაყვანსაცემად. უფალმა არ მისცა იაკობის შტოებს იმის უფლება, რომ თავისით აერჩიათ შესაწირავი ადგილები, რადგან ქანაანში უაღრესად იყო აღზევებული კერპთაყვანის მცემლობა, რომელსაც არაფრით იწონებდა ღმერთი. მანვე უბრძანა მებრძოლებს, რომ გზადაგზა გაენადგურებინათ ყველაფერი წარმართული, ხოლო იმდენად, რამდენადაც ისრაელიანებმა ეს მოთხოვნა ვერ შეასრულეს, მათ ებრძანათ, რომ ერთ ადგილას მისულიყვნენ მსხვერპლს შესაწირავად. დღეს ჩვენ არ მოგვეთხოვება ღვთის თაყვანსაცემად ერთ განსაკუთრებულ ადგილას შეკრება. და თუ რატომ არის ეს ასე, ამაზე იესომ უპასუხა სამარიტელ ქალს ძალიან კარგად, ვისაც მან უთხრა იოანეს სახარების მე-4 თავის 21 და 24 მუხლებში. მერწმუნე ქალო, რომ მოვა დრო, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანსცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. ახალი აღთქმის დისპენსაციის დროს მორწმუნეები უკვე ერთ განსაკუთრებულ ადგილას კი აღარ იკრიბებიან, არამედ იესოს პიროვნების გარშემო. და თუ ერთხელაც თქვენ მიმეიხედავთ და აღმოაჩენთ, რომ ეს ასე არ არის, მაშინ საქმე გაქვთ უკვე კერპთაყვანისმცემლობასთან, რადგან ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ქრისტეს ნაცვლად სხვა რაღაცის გარშემო ხართ დაჯგუფებულნი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კერპი. მხოლოდ ქრისტეს პიროვნებას მოაქვს ჭეშმარიტი ერთობა. სხვა ყველაფერი ამის ამაო მცდელობაა. მეორე ჯულის მე-12 თავის პირველ მე-4 მუხლებში ვკითხულობთ.
ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში უფალმა თქვენი მამაპაპის ღმერთმა რომ მოგცათ. გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის, მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივნის ძირას. დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები. დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან. ასე არ მოექცეთ უფალს თქვენს ღმერთს. მსაჯულთა წიგნში აღწერილია ისრაელის ისტორიის ის პერიოდი, როდესაც ისინი აღთქმულ ქვეყანაში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ კერპთაყვანის მცემლობას, რის გამოც ღმერთმა სასჯელები გაუგზავნა ერს. სწორედ ამ დროს გამოვიდა ელია წინასწარმეტყველი და იქადაგა კერპების საწინააღმდეგოდ და იგივე მიზეზით მოხდა ამ ერის გადასახლებაც ბაბილონში. ძველი აღთქმის უკანასკნელ წიგნში ღმერთი ისევ გვაფრთხილებს კერპთაყვანის მცემლობის საშიშროებაზე. ახლა ზოგიერთს გონია, რომ თანამედროვე ადამიანებმა იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ და წარმართობა ჩვენ არ გვემუქრება. განათლებული და ცივილიზებული ადამიანი ფიქრობს, რომ ამაზე დროის დახარჯვა არც კი ღირს. მაგრამ მეგობრებო, დაფიქრებულ ხართ, რომ ნებისმიერი საგანი, მოვლენა, პიროვნული სურვილი შეიძლება კერპად ჩაითვალოს, თუ ჩვენ სამშვინვალსა და ღმერთს შორის ჩადგება. ასე ბევრს გაკერპებული აქვს ცოდნა, სამსახური, სამშობლო, საზღვარგარეთი, მანქანა, ბიზნესი, სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი, სკოლა, ცოლი, შვილი, დედა, მამა, მოძღვარი და ბევრიც ამ ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ კერპებს ემსახურება ყოველ დღე. მაშინ, როდესაც ის ერთ დღესაც არ უთმობს უფლის სიტყვაზე მედიტაციას და ლოცვას. ისრაელში იერუსალიმი დასახელდა იმ ქალაქად, სადაც ერი უნდა შეკრებილიყო თაყვანსაცემად. მაგრამ ადრე ამ საქმისთვის ერთი ადგილი იყო ამორჩეული, სადაც უნდა მისულიყო უფლის ერის წარმომადგენელი. მიეტანა თავისი მიათედი, შეეწირა მსხვერპლი და დაედო ფიცი. მე-15, მე-16 მუხლებში ვკითხულობთ. ყოველთვის, როცა მოისურვებ, შეგეძლება საკლავის დაკლა და უფლის შენი ღმერთის კურთხევით ხორცის ჭამა, რომელიც მოგცა მან შენს ქალაქებში. გაუწმინდურებულსაც და გაწმინდავებულსაც შეუძლიათ ეს ჭამო. როგორც ქურციკი და როგორც ირემი, ოღონდ სისხლს ნუშეჭამთ, წყალივით დაღვარეთ მიწაზე. ტექსტიდან გამომდინარე, ისრაელიანები ღვთისთვის შეწირულის გარდა სახლშიც ჭამდნენ ხორცს, რომელიც არ იყო უფლისთვის სათაყვანებლად დაკლული ცხოველის ხორცი. მაგრამ ამჯერადაც მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ის წესები, რომლებიც მიეცათ ჭამის დროს დასაცავად. თუ კაცი სახლში დაკლავდა ცხვარს ან ხარს, ამ დროს არ იყო აუცილებელი, რომ ის ცერემონიალურად სუფთა ყოფილიყო. ისრაელიანებს ასევე შეეძლოთ ეჭამათ გარეთ მონადირებული ცხოველები, რომლებიც არ გამოდგებოდა სხვებშესაწირავად, მაგრამ სუფთა ცხოველების სიას მიეკუთვნებოდნენ. აქ მკაცრად იკრძალებოდა სისხლის საკვებად გამოყენება. ხოლო თუ კაცი გადაწყვეტდა, რომ შეეწირა მსხვერპლი, მაშინ მას ღვთისკარზე უნდა ეჭამა ეს ხორცი. ლევიტელების მე-17 თავში აღწერილია ის პერიოდი, როდესაც ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ. ღმერთმა უბრძანა მაშინ თავის ერს, რომ სავანის კარებთან მიეტანათ შესაწირავები, სადაც მღვდელი მიასხურებდა სისხლს სამსხვერპლოს და მასევე დასწოვდა შეწირულის ქონს, კეთილსურნელებად ღვთისათვის. ეს წესი მათ მიეცათ იმიტომ, რომ ღვთისთვის შეეწირათ მსხვერპლი და არა ეშმაკებისთვის. სანამ ისინი ბანაკში იყვნენ, სავანესთან მიდიოდნენ, მაგრამ აღთქმულ ქვეყანაში დასახლების შემდეგ ეს უკვე შეუძლებელი გახდებოდა, რადგან შორს იქნებოდნენ დასახლებული ერთმანეთისგან და ყველა არ იცხოვრებდა უფლის კართან ახლოს. ამიტომ მათ ცოცხალი საკლავი უნდა წაეყვანათ იერუსალიმში. ღმერთი იმის უფლებასაც აძლევდა ისრაელიანებს, რომ სახლში დაეკლათ ცხოველი და ეჭამათ, ოღონდ სისხლი არ უნდა გამოეყენებინათ საკვებად, რადგან ის წარმოადგენს ცოცხალი არსების სიცოცხლეს და ამიტომაც არის ასეთი დიდი აქცენტი დასმული მასზე. 29-31 მუხლებში უფალი ისევ უბრძანებს თავის მებრძოლებს, რომ აღგავონ ქანაანელები პირისაგან მიწისა, რათა მათი წარმართობის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ ისინი. ქანაანელები ყველა სისაძაგლესთან ერთად ბაალის თაყვანისცემის დროს ამ კერპის სიცითლემდე გახურებულ რკინის ხელებში ჩვილ ბავშვებს ყრიდნენ. განა შეიძლება ამაზე უარესი რამ მოიგონოს კაცმა? ეს ძულდა ღმერთს და ჩვენთვისაც დიდი სისაძაგლეა. 32 მუხლში უფალი მოუწოდებს თავის ერს, ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ, ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.
ისრაელიანებს უნდა შეესმინათ მცნებები, რომლებსაც ღმერთი უბრძანებდა და თუ არ დაემორჩილებოდნენ მას, მაშინ ღმერთი ისევე მოეპყრობოდა მათ, როგორც ქანაანელებს. ღმერთმა მიკერძოება არ იცის და თუ სჯის ერთ ნაციას, ის მეორის დანაშაულზე თვალს არ ხუჭავს. ცოდვა ყოველთვის ცოდვაა და სძულს უფალს. ზოგიერთ ქრისტიანს კი ჰგონია, რომ სხვა ზღავს, მაგრამ მას არაფერი დაუშავდება. და თუ ისრაელიანი არ გამოიჩენდა უფლისად მიმორჩილებას, მაშინ ღმერთი მათ ხელს არ დააფარებდა. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ მეორე რჯულში, რომ ხშირად მოუწოდებს ის თავის ერს მორჩილებისკენ. მე დღეს ასე დავამთავრებ. გმადლობთ მოსმენისთვის. სწორედ აი მეორე ჯულის კანონშიც ხო ერთი და იგივეს მე გამეორება ერთ და მოსაწყენი თითქოს და მაგრამ თუ არ მათ დაუკვირდებით, მათ არ არის ესეთი რუტინული გამეორება და შაბლონური გამეორება. მანდ არის ელემენტარულად კიდევ ცნობიერების მედიტაცია იმ ჭეშმარიტებებზე, მარადულ ჭეშმარიტებებზე, რომელიც მარადულ ჭეშმარიტება გაგიყვანს იქით ქვეყანაში და ეს წინაპირობები აუცილებელია მეგობრებო შესრულდეს. აი მოდმე ჩიჩინი იმიტომ არის, ხო თითქოს ბიბლია არის ერთგვარი ჩიჩინი, ახლა მოსე რასაც აკეთებს გვეჩიჩინება. მაგრამ ესე არ არის, ხომ? კარგად უნდა შევხედოთ ამ საკითხს და რამენაირად რწმენაში უნდა შემოვიდეს ის, რომ ადამიანი დროული არსება. აი აქ გამოვლენილი არსება, რომ ეს გამოვლენა ჩემი სხეულის სახით უნდა შეწყდეს. არსობა უხილავს რო ეკუთვნის ამ ჩვენი მატერიალური კიდე ხო არის მეტაფიზიკური უხილავს რო ეკუთვნის, ის გადავა იქით. ამიტომ ყდომა როგორც გაქრობა, ეს აბსურდი არის. ყდომა არ ნიშნავს გაქრობას, ყდომა არის გასვლა. გარდაცვლა. ამიტომ არის ამდენი ლექციები, თორე დომა რო გაქრობას ნიშნავდეს, სრულიად ზედმეტია, ახლა რასაც ვკითხულობთ. მეორე ჯულის კანონი რასაჭიროა და საერთოდ ბიბლია რასაჭიროა. არ კვდება ადამიანი, არ ქრება. ქართულს ყდომა გაქრომასთან ხდება ასოცირება, გინდა არ გინდა, ბევრს არც უფიქრია ამ სიტყვაზე კიდე, მაგრამ საქმეებით და რაღაც საუბრებში ჩანს, რომ ბოლომდე ქართულს ეს გაშინაგანებული არ აქვს და ამას ცვლის მითოლოგიური წარმოდგენებით, რომ აი მიწაში საიქიო ცხოვრება იქა და გაატანოს რაღაცეები, იქ რაღაცა ზოგი ფულსაც ატანდა, ზოგი დიპლომებს და რა ვიცი, იყო პერიოდები, ეს ტრადიციები კიდე იქნება შენარჩუნებული აქა-იქ რეგიონებში. ეს არასწორი გაგება არის. აი კარგად ჩანს ვაჟებ-შაბლას შემოქმედებაში იმჟამდელი ქართული ცნობიერების გაგება მიცვალებულზე, რომ აი ხელი მარჯვენა უნდა მოჭრა, იმიტომ რომ იქ რო გავა, იქ ბრძოლა წავა და მარჯვენა არ მოჭერის, აზ გაგვაძრობს იქ ხომ? ეს სრულიად მითოლოგიურ ფანტასტიკური გაგებაა რელიგიისა. ქრისტიანობა არის რეალობა, ობიექტური რეალობა ღმერთიდან შემომთავაზებული. ესე იგი აბსოლუტურად ობიექტური რეალობიდან ღმერთი გველაპარაკება. ის რეალობა, რომელიც ღმერთმა შექმნა აი ჩვენი კოსმოსის, აი ხილულის, რასაც ხედავთ იმ სახით და იმ ადამიანის სახით, რომელსაც წარმოადგენს ადამი, დღეს არის გადაგვარებული. ის სამყაროც არის ცოდვადაცემული და არ შეიძლება ვიმსჯელოთ ცოდვადაცემული სამყაროთ და ცოდვადაცემული ადამიანით, როცა მარადისობაზეა ლაპარაკი. მაშინ ის ადეკვატური იყო, რაც შეიქმნა, ის მარადისობასთან წინაყარი იყო და არ დაჭირდებოდა მას ცოდვა არ იყო, რა თქმა უნდა, სამყაროში არ იყო ადამიანში შემოსული და ყდომა როგორც ასეთი გარდაცვლა გამორიცხული იყო. გარდაცვლა ნიშნავს, გაცვლა ნიშნავს, ეს ცუდია და უნდა გავცვალო. ხო, ბავშვებსა გაცვლა, ამას ეს მომეცი რა, რომ ნახავს რაც კარგია, ყოველთვის გაცვლა ნიშნავს ცუდის ცვლა კარგზე. გადაცვლა ეგ არის სიტყვა გამოცვლა და ახლა ცოდვა რომ არ შემოსულიყო, გარდაცვალება არ იქნებოდა. არც სამყარო გარდაიცვალებოდა, აი ეს დედამიწას რო უყურებს და არც ადამიანი იქნებოდა ციტრორი გაგრძელება. გაგრძელება იქნებოდა. ეს გადავიდოდა მეორეში. ესე იგი, როგორც ილიას გარდაცვლა არ გაუულია. არ გარდაიცვალა ილია. ხო, ვიცით ჩვენ ენოქი არ გარდაცვლილა. იქიდან გავიდა. მას არ გაუულია ისეთი რამ, რაც უკავშირდება ყველაზე საზარელი როგორია ადამიანს, ეს არის გაურკვეველი მდგომარეობა, სიკვდილი რო ქვია, ეს არის ცნობიერების წართმევა, ეს არის ისეთ მდგომარეობაში, ისეთ სიბნელეში შესვლა, როცა შენ გარკვეული გაგებით უკვე სიბნელეში ხარ და არ იცი, აი ეს არ გაუულია მაგორ პიროვნებას. შესაბამისად, არ გაივლიდა არც დედამიწა და არც კაცობრიობა ამას, რომ არ დაარღვეულიყო აი ეს დადებული პირობა. დაირღვა პირობა და აეხლა ეს უნდა გაიაროს ადამიანმა, მაგრამ უფეტურება კიდე ის იქნებოდა, რომ გამომსყიდველი არ მოსულიყო. აი ეს პრიმერიცელ შემრიგებელი, რომელიც ჯერ კიდე იუდას ტომს პირდება იაკობი. იუდას ტომს კიპიდრა არ წაგერთა სიმბოლო ძალაუფლება, არ წაგერთმევა ხელიდანო. მართლაც იუდას შტოდან მოდის იესო მერე გამოდის ხომ და ეს იმეფეს მარადიულად. ხომ აი ეს ახლა ეს ზღაპარი ხომ არ არის მეგობრებო, თუ შევკრიბავთ კარგად ავკინძავთ მთელი ბიბლიის ყველა ადგილებს, ყველა იმას, უკვე გავიაზრებთ ძველ და ახალ აღთქმას ძალიან კარგად. უკვე ეს მთელი შენობა თვალწინ გვიდგას, რომ ეს არის ერთი ნაგებობა მთლიანი.
არა დანაწევრებული და არა ნიკერებული მოკერებული და არა მიშენებული მოშენებული, არამედ მთლიანი აი ძალიან ძლიერი ჰარმონიულად დადგმული შენობა არის ცნობიერების ეს წვენის იმაში. ბიბლია ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო წიგნი. ეს სხვა წიგნებს ჩდილავს ყველა ვარიანტში. ამიტომ ვიძახით ჩვენ და თეოლოგიური მთელი სკოლები, რომ ეს ადამიანის დაწერილი არ არის. პირობითად ვიძახით ის ხმარებაში, რომ ისე მოსი ავტორს ვეძებთ, მიწიერი ავტორი. მიწიერი ავტორები გამოყენებულია, მაგრამ ამისი ნამდვილი ავტორი ამ წიგნის არის სულიწმინდა ღმერთი. ასე რომ როცა მიდის ლაპარაკი, აი ვინ არის ავტორი, აი მაგალითად მეფეთა წიგნების რომ გამათი მიდის, იურუთისი ვინ არის ავტორი, მას მიაწერენ ებრაული ტრადიციები, სამუელს და ასე შემდეგ. ამაში არ გავერთოთ. მიწიერი ავტორს არაფერი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ავტორი ვიცი ვინ არის? თავარი ავტორი მთელი ბიბლიის არის სულიწმინდა ღმერთი. ღმერთის წერილი არის. გამოგვატანა ეს. ეს აუცილებლად უნდა იცოდე, ჯერ ზეპირად მიდიოდა და მე უკვე ჩაიწერა ეს. ზეპირმა გადმოცემება იარა ვიდრე მე-15 საუკუნემდე ძველი წელთაღრიცხვით. მანამდე კი ერთ ჩანაწერი მოხდა, ისეც რომელიც მოხდა ამ ღმერთის ჩანაწერი იობის სახით. 21 საუკუნე, მე-20 საუკუნე აბრაამის ეპოქაა ეს. ესეც მოხდა მან და შეიკრიბა და იმ შენობაში ჩაეწერა, რომელსაც ბიბლიური შენობა ქვია. ასე რომ ავტორი ამას ღმერთი ყავს და ნუ დავიბნებით ეგრეთ წოდებული ისტორიული იმეებით, ნუ წავალთ. ბევრი მიდის მაგაზე და უკვე სატან ამით ხარობს. როგორ მოგატყუოს გამიგე და როგორ რაღაცნაირად შეურიოს ცოტა ნახევარი სიმართლე, ნახევარი ტყუილი, აი კენთხოვნიცაც რო აქვს ეს, მაგრამ უშავებს. სულ ტყუილს არ იღებს ადამიანი. ამიტომ ცოტა ტყუილი, ცოტა სიმართლე. სულ ტყუილი თუ მიაწოდე, ყველა მიხვდება ამას. ამიტომ დააკვირდეთ ლიბერალურ თეოლოგიაში, სიმართლეც არის ცოტა და ცოტა ტყუილიც არის. თელ რელიგიურ ქრისტიანულ დენომინაციებში ტყუილი შეერია იმ სიმართლეს და აი ამ ახალ ხმას პავლე რო ქადაგებს, აბსოლუტურად შერეული არაფერი არ აქვს, სულ სიმართლე არის. არაფერი ტყუილი მასში არ არის. ამიტომ ჩვენ რომ ვეცნობით ამას, კარგად უნდა დაუფიქრდეთ ამ თემას და უნდა მივიყვანოს ერთ ყველ გრანდიოზულ კითხვამდე, რაც აწუხებს კაცობრიობას და ადამიანს და მთელ განათლებულ ცივილიზაციას და სამყაროს, რაზეც მუშაობენ, ეს არის ადამიანის გაუკვდავება. ცდა გამწირულია, ვერანაირ მიაღწია ამას. მოყოლებული დღე დღემდე. ჩვენ ვხედავთ რომ ყველა მიდის. იცვლება დეკორაციები. ის ცოტა დაცემული დედამიწა ისევ ტრიალებს იმავე სიჩქარე ღერძის გარშემო და მზის გარშემო ციკლი რო არის. ეს ვერავერ შეცვალა. არც ერთი წუთით არც მოუმატებია სიჩქარეს, არც დაუკლია. თორე ეს მთლიან კატასტროფას გამოიწვევს. აპოკალიფსი აღწერილი არის დედამიწის კატასტროფები და რით არის გამოწვეული ეს დეტალურად მეცნიერულად გამოკლეული არ არის აპოკალიფსი. მას ეს ამოცანა არ აქვს. თან ისეთ პერიოდში იწერება და ისეთ დროს ხდება ქრისტეს გამოცხადება. ეს არის ყველაზე საშინელი ხანა, ეს არის რომის იმპერატორის ყველაზე საშინელი იმპერატორი. კალიგულა ხო გიჟი იყო და გიჟი იყო 41 წელი არის ახალი წელთაღრიცხვის კალიგულის სისასული 4 წელი 37-დან 41 წლამდე ასე იყო კალიგულასისა, მაგრამ აი დომიციანე რომ მოვიდა, ეს არის 91 წელი 96-ის ჩათვლით 15 წელი მეფამან, ეს იყო კატასტროფა. ეს იყო ეშმაკ შედარებული. და წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდნენ ქრისტიანება. ამას სიქა გააძრო ქრისტიანებს. ესე იგი დააწესა თავისი კულტი. აღურძინა ყველანაირად, დააწესა ყველანაირი თაყვანისცემა და უფლად ღმერთად გამოაცხადა იმპერატორია თავისთავი, სადაც შედიოდა ეს თავის ცოლთან ერთად თეატრი იქნებოდა თუ რაღაც ქალებთან, ხალხი ღავილი თუნდა ეთქვა, ჩვენი უფალი, კეისარი და მისი ცოლი, ეს არის ჩვენი უფალი. ქრისტიანები ამაზე ვარს რო იყვნენ, დომიციანემ აშინელი დევნა დაიწყო. გადაასახლეს იოანე აი ამ კუნძულზე. აი აქ სწორედ იესო ეცხადება ამას. მართლაც რო არ ყოფილიყო გამოცხადება, ლაპარაკი არის არა ფანტაზიურ, რაციონალურ გამოცხადებაზე, ინტელექტუალური იმედი კი არ მისცა იოანეს სახით ქრისტიანებს ღმერთმა, არამედ ცოცხალი იესო ქრისტე აღსდგარი ეცხადება თავის საყვარელ მოწაფეს და გამყურებია ისტორიკოსები, როცა იკვლევენ და იცით რომ ძალიან ბევრი ასთა სხვადასხვაობა და იოანეს არ მიაკუთვნებენ ამ ნაწარმოებს აპოკალიფს. არა და ყველაფერი მიანიშნებს მაგას იქ წერია პირდაპირ. მისი მოწაფეს გამოეცხადა. რატვინი უნდა გქონდეს გამიგეთ რომ ეს აი სხვა რაღაცები დაინახო. და ეს სხვა იოანე იყო და აპოკალიფსი და ისტორიული ის არის განხილვებიც, ბევრი მაკულატურაც დაიწერა, ბევრი და სხვათა შორის ამის გავლენას გვერდი არა ისეთმა შოტლანდელმა ფილოლოგმაც და ბიბლიის კვლევარმა, როგორც უილიამ ბარკლი იყო. მასაც ბევრი შეცდომები აქვს. ისტორია ისე გაიტაცა. მართალია ქრისტეს მოწიწებით იხსენიებს და ქრისტე, მაგრამ იქ ბევრი შერეული რა არა ქრისტიანული რაღაცები, რა გვინდა ეგა და უკვე რყევას დააწყებილებს მორწმუნე ადამიანს. მან ხომ მხოლოდ იესო და ისტორიულ ფონზე რომ იკითხავ ამას, ძალიან ბევრს გაუჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის დაწერილია და თუ ყიღალ ეს ჩვეულებრივი ადამიანის დაწერილი, ეს იმედებს აძლევს იქ ქრისტიანებს, რომ გამაგრდნენ დევნას გაუმაგრდეს და გამოდის რომ ქრისტიანობა ყოფილა ადამიანის მოგონილი თეორია. და ახლა თეორიების გულისთვის მე თავს ვერ მოვიკლა. სისულელია ხო მარქსისტული თეორიის გულისთვის გავწირო სიცოცხლე. ნებისმიერი თეორია, ნიცშეს თეორია, პლატონის ეს არის სისულელე. მაგრამ თავ განწირვა უკვე არა თეორიას, არამედ რეალობას
ასეთი რეალობა არის ქრისტიანული მსოფლმხედველობა და მისი თქვათ გამომცხადებელიც კიდე ამ რეალობისა ვინ თუ არა ღმერთი. ამიტომ იოანეს ასეთ საშინელ მდგომარეობაში და ეგეც იქნებოდა ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში იესო ეცხადება. აპოკალიფსი ასე იწყება. გამოცხადება იოანეს იესო ქრისტეს მიერ. იესოს გამოცხადება იოანეს და ჩაწერა ამან ეს გამოცხადება. აი ამას რო უგზავნის იმას, ამაგრებს იმ ხალხს. რა პერიოდი ეს? მოკლედ ყველას ხოცავენ. მოვიდა ვიღაცა კაციჭამია. დომიციანი იყო პირდაპირ გაგებით სატანა. საოცარი ეპოქა არის ეს პერიოდი. მე ვფიქრობდი ამაზე, რა მაგარი მოსიყვარულია ღმერთი. აი ახლა დღეს ჩვენ არ გვეცხადება. არაფერი არ ხდება ისეთი კატასტროფული, რომ ქრისტიანებს დაჭიდეს ღმერთის გამოცხადება და გაგვამაგროს. ან რომელიმე ერთ კაცს და იმან გადასცეს. კატასტროფა იყო პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ გამოცხადება არ იყო. ეს იყო უკანასკნელი. და განსაკუთრებით იცით ვის? პირველი საუკუნის ქრისტიანები ხო ნამდვილად ქრისტიანები იყვნენ. ეს რაშინსავს ნამდვილი? მათ პირველი წყაროდან მიიღეს რწმენა იესოსგან. და იესოსთან დაახლოებული ადამიანები ძალიან ბევრი იყო ასეთი. თავად იესოს ყავდა ძალიან ბევრი მოწაფეები, მოციქულები. შემდეგ რო აღსდგა რამოდენიმე 1000 კაცმა ეს იხილა 5000 მეტი. ესენი გაიფანტა ერთმა მეორეს გადაცა. მათი რწმენა ეყრდნობოდა არა იმას, რომ ვიღაცა ბრძენი კაცი, ჭკვიანი, მორალისტი, რელიგიის მცოდნე დაჩხაპნა რაღაცა და ის ირწმა და ამის გულისთვის ახლა თავგანწირვა ცოტა ძალიან ძნელია მეგობრებო. ეს არის სისულელე, მოდი ვთქვათ. ამიტომ ამათი რწმენა ნამდვილი რწმენა იყო და წარმოიდგინეთ ახლა ღმერთი არ გამოცხადებოდა იოანეს. კომპოზიცია თესითად ძლიერა მე გავუცდი. აი ნახდია რა. გამოცხადება ნამდვილად უნდა ყოფილიყო და გააკეთა იესომ. მას თავისი მოყვარება კატასტროფული მდგომარეობა. ესეთი კატასტროფული, აი ესეთი იმპერატორები მოყოლებული ავგუსტინედან ეს მე 14 წელია, 14 წელი ხო, აგროს იესო 17 წლის არის. იქიდან მოყოლებული ვიდრე დომიციანი 96 ეგ ხურავს. 13-მა თუ 16-მა გაიარა იმპერატორმა ყველა გადასაყრელი იყო თითქმის. ყველა ეს პირველი საუკუნე. ყველა გადასაყრელი. ხო, აქედან ყველაზე გასულელო და აი ესეთი ეპილეპტიკი და გიჟი იყო კალიგულა. მაგის 4 წელი იყო. მაგრამ ამას გადააჭერბა დომიციანემ. ამა დააწესა ისეთი რაღაცეები, მეტი რომ არ შეიძლება. ესე იგი ღმერთი იყო ეს, მოადგილე იყო ესა და ეს იყო აუცილებელი ეღრიალა ყველას, რომ უფალი არის ეს ჩვენი. ამას ქრისტიანები არ აკეთებდნენ. და შესაბამისად მოიხსენებათ როგორ დაიჯებოდნენ. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როცა ბაბილონის ტყვეობაში არის ისრაელიერი, იცით ეგ თქვენ როგორი მზაკრული დაიდო, რომ ებრაელების დახოცვა, იმიტომ რომ ისინი არ ცემდნენ იმ კულტს თაყვანისცემას, რომელიც დააწესა. აი იმ შთაგონებით დანიელთან მკითხულობთ ამას და სამმა ჭაბუკმა ამაზე ვარ ითქვა. ცოცხალი იმის გაღმერთება. ეს არაფერი არ შეიძლება. აი ამ იმას ვერ უძლებდა გაფანტული ქრისტიანები სხვადასხვა ქვეყანაში. აგერ ძიმე პირობებშია თავად უსაყვარლესი მოწაფე იესოსი იოანე. და აი ასე დროს რო გეცხადება ვინ შეგიყვარს, აი შოკს მიიღებდა იოანე რა. ამა ისე რა გააძლებინებდა იმას მე ხო დაბრუნდა იქიდან იცით თქვენ დიდხანს იცოცხლა იოანემ და ეს ხურავს წიგს. და ეს არის 100%-იანი ხილვა იესო ქრისტესი ობიექტური და ჩაწერილი, მაგრამ იმდენად სიმბოლური, იმდენად ალეგორიული სიმბოლური, ალეგორია იმდენად არა, უფრო სიმბოლური, რომ ძალიან ბევრს უჭირს ამ წიგნის წაკითხვა თანამედროვეებიდან და თუ წაიკითხავენ, თავისებური შინაარსები შეაქვს ყველას. თავისებური ინტერპრეტაციებია უამრავი ამ წიგნზე და ყველაზე ნაკლებად საკითხავი წიგნია მასაში, არაპოპულარული წიგნია ეს. ეს ეზეკიელი, დანიელი, ლევიტელი უდიდეს უმრავლესობა არ კითხულობს ამას, მასა რო იცოდეთ, არც პროტესტანტულ სივრცეში და არც მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სივრცეში. ეს თითქოს და მოგლეჯილი არის. ამ ბოლო დროს საერთოდ დაივიწყეს მქადაგებლებმა. მე-17-18 საუკუნის მქადაგებლები ამაზე აქცენტს სვამდნენ და სწორიც იყო. განსაკუთრებით პავლეც რო სვამს, იოანე ხო საერთოდ. ხო, რატო ვიძახი ამას? ეს რწმენა, რომელიც რწმენაც, ახლა ჩვენ გაგვაჩნია 21 საუკუნეში, ეს ეყრდნობა არა უშუალოდ გამოცხადებას ობიექტურად. არამედ ეს ეყრდნობა წერილობით გამოცხადებას. უბრალოდ თქვა განცხადებას ჩვენ ცნობიერებაში. ესე განგვიცხადეს ის ჭეშმარიტება, რაც ჩაწერილია და თუ როგორ მოახდენს სასწაულს ღმერთი ამ სიცოცხლის წიგნს, როგორ შემოიტანს ჩვენში, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, ამას სული წმინდა აკეთებს. ესე იგი ჩვენში აუცილებლად ახალი აღთქმა უნდა დაიდოს, რომ გულში და ტვინში ჩავწერო. ქრისტიანი ხარ ნიშნავს ეს გულში და ტვინშია ჩაწერილი. ესე იგი სული წმინდა შენშია, დაბადებული ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მკვდრათშობილი მკვდებით ამ სიტყვის ქრისტიანული გაგებით გაქრობა არ იგულისხმება და ქრისტიანული გაგება ნიშნავს მკვდრობა არ ნიშნავს გაქრობას და ჩვენ გადავდივართ მშვენიერი ადამიანები, მაგრამ სულიერად მკვდრები და თუ სული არ იქნა ღმერთთან კავშირი არ გვაქვს. მშვენიერი ადამიანი ღმერთთან აღარ იქნება. მარადისობაში იქნება ღმერთის გარეშე. ეგ ადგილი არის აღწერილი მეტაფორებ ჯოჯოხეთი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მკვდართან ღმერთს საქმე არა, ის არის ცოცხლების ღმერთი.
ხო თქვა მე ვარ ცოცხლების ღმერთი. არაურიოთ რა ჩვენი გაგება სიკვდილზე და ბიბლიური გაგება სიკვდილზე. ბიბლიური გაგება სიკვდილზე სხვანაირად თქვა სამნაირი ახსნა ამან და არც ერთი ახსნა არ არის გაქრობა. იბიციაში ყოფნა არ არსებობს. გახვალ და აღარ ახარ. მორჩა. მოხვედი, გაქრერი და სულ გაქრი. არა ყოფიერება შეერწყი. ხლა ისმის კითხვა. კი, მაგრამ სამართლიანობა როგორი ცხოვრე, სწორი იყო, არ იყო, მით უმეტეს რა აზრი აქვს რასაკეთებ. მით უმეტეს მორალს რა მნიშვნელობა. მორალის არსებობას მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი არ გაქრება. არანაირად არ გაქრება ვაი იმას, ვისაც ამ წმენით გადადის და კვდება და ვაი იმას, ვინც ზერელე რელიგიურ იმასაა ჩაბღაუჭებული და ავიწყდება ქრისტეს შეგონებანი, რომ განსაკუთრებით უკვე იოანეს სახარებასთან და ყველაზე კარგად და დიდხანს ბევრ დროს უთმობს იოანე იესო ქრისტეს გადაგებებს. მოდი ასე დავარქმევ ამას, წიგნი მეოთხე სახარება იოანესი. მას უი ქრისტე ლაპარაკობს. ვერ განლაპარაკობს, მაგრამ განსაკუთრებით აი იმ სიღრმეებზე, მოყოლებული მესამე თავიდან, სადღაღარა, მე-10 თავი, მე-11, მე-14, მე-16, მე-17, სულ იესო ღმერთი. ესეც ნაკლებად კითხულობენ ამ წიგნს ადამიანები. ციტირება აქედანაც ნაკლებია. უფრო მათე ერთ წაიკითხენ დამთავრდა. გონიათ მარკოზი, ლუკა და იოანე ერთ იგივეა. სატანა აკეთებს ამას და უდეს უმრავლესობას მართლა მათედან იცნობენ იესოს. ნაკლებად იცნობენ იოანეთან. აბსოლუტური იმათ კი არ ვაცხადებ ყველას. უბრალოდ უმრავლესობაში ეს არ არის მიღებული იოანეს სახარება. თუ არის მიღებული, ართულიან ამას. უფრო მათეს და მარკოს. განსაკუთრებით იეღოველები საერთოდ გვაგდებენ ამ წიგნს. განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც იესოს არიღებს ღმერთად იოანეს სახარებიდან რომ უტანოთ ციტატები არიღებენ ამას. მათე, მარკოს და ლუკათან შეიძლება. თუმცა იქაც ნიჭიერი და გონიერი კაცი იქაც მიხვდება ესეც ღმერთია. აქ ყველაზე მაგრად არის წარმოჩენილი იესო როგორც ღმერთი. იესო როგორც ღმერთი იოანესთან არის. ამიტომ ხომ არის ეს ვიღაცებისთვის კაი საკითხავი წიგნი და საყვარელი, მაგრამ გეუბნებით დიდი უმრავლესობისათვის ეს მიუღებელია. და ასე იყო, თქვათ, ადრე საუკუნეებშიც და მით უმეტეს ახლა ჩვენ გამოცხადება არ აქვს. რაც არ უნდა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდეთ ჩვენ, ღმერთი ჩვენ აღარ გამოგვეცხადება აი იმ სახით ობიექტურად. კომპოზიციურად სწორია დროულად იცის რომ ნახეთ სად ეცხადება იოანეს და აწერინებს. უნდა დასრულდეს ის წიგნი. და ეს დასრულებული ყველაფერი ჩვენამდე უნდა მოვიდეს. გაუსაძლის მდგომარეობაში რომ ჩავარდებით ჩვენი სული წმინდა როცა არის განცხადებული თავით, უკვე გამოცხადება კი არა, განცხადებული თავით, იმ ყოფიერებაში, გაჭრებული ყოფიერება რო ქვია, აი ეს უნდა გავიხსენოთ და გადაგვატარინებს. ნამდვილი გამოცხადების ინფორმაციას იოანე როცა აწვდის მიმოფანტულ იუდეაში, პროვინციებში, სხვა ადგილებში ქრისტიანებს, ამხნევებს სამით, ისინი ამას უჯერებენ. თუ არ დაუჯერო იოანეს, მაშინ შენ წააგებ. თუ ეს კაცი ღმერთთან ნამყოფი პიროვნება იყო. განსხეულებულთან და მერე უკვე ამაღლებული ამდგარი იესო ამას ეცხადება. აწერინებს პირდაპირეუნება ჩაწერე და იმ ეკლესიელებს 7 ეკლესია განთავსებული რო იყო. ეს არ გეგონოთ იმ ქვეყანაში მარტო 7 ეკლესია იყო. რატომღაც 7 ფიგურირებს ბიბლიაში და იცით ეს რატომღაც სრულყოფილების სიმბოლო არის, დასრულების სიმბოლო არის 7. და ეფესოში, სმირნაში და ასე შემდეგ ეკლესიები იცით ეს ყველაფერი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა. მე ამას სიმბოლური ხასიათიც აქვს. ეპოქალური ხასიათიც აქვს, 7 ეპოქაც შეიძლება იყოს, 7 ეკლესიის დახასიათება. ეს უკვე თქვენი ცოდნაზე, თქვენ განათლებაზეა და თქვენ რწმენას თუ შემატებს, შეიძლება გააფართოვოთ სიმბოლო ისეთი, რომ რწმენა უფრო გაიზარდოს. თუ სიმბოლომ შეამცირა თქვენი რწმენა, ესეც სიმბოლოს აზრი არ აქვს. მოგეხსენებათ სიმბოლურად არის ახსნილი ორიგენეს ბიბლიაში. რწმენას კი არ გამატულობს ეგ რო წაიკითხავთ, გართმევთ. ანუ რა თქმა უნდა ახლა ახსნა ისეთი სიმბოლოებით, ალეგორიებით და მისტიკებით. ან თუნდაც რასაც აკეთებს შტაინერი იოანეზე და ლაზარეზე და ეს არის სხვა მისტიკაში გადააქვსეს და არ ცნობს განსხეულებულ იესოს ღმერთად და ძალიან ბევრი არიღებს იესოს როგორც ვთქვათ უბიწო ჩასახვით გაჩენილ არსებას. ეს არჯერა ძალიან ბევრს. ხო აქ სხვადასხვანაირი იმებს დაადებენ მათ რიცხვში არჯერად ქართველებს. ტყუილა იძახიან ამის. აი თელ რიგ წერლობაში ამომიკითხე არჯერად რა. ეს უბრალოდ იყო რა სიმბოლოა და ხალი მოტყუდა და მე იმან წაიყვანა ხმა იმან არ გაცა და ეგ ტყუილია. არანაირად ეგ მართალი არ არის. იმიტომ რომ თვით სახარების ტექსტშიდაც ეს არ დასტურდება. როდესაც ესტურება თავის ნათესავს, იოანე უკვე მუცელში უზის იმას და მანამდე როცა ლაპარაკობს, ანგელოზი როგორ იქნება ეს მე ხო კაცი არ ვიციო. ხო აი სული წმინდით ვეუბნება. მაშინ შეწყოდა კაცით. ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო და იმ ტრადიციულ ქვეყანაში როგორც ისრაელი იყო და ძველ აღთქმას მისდევდნენ ისინი, მოგეხსენებათ რა ემუქრებოდა ქალს, რომელიც იმრუშებდა. მერე ისრაელიერი არასოდეს არ არის წარმოუდგენელი ბიბლიაში როგორც ნანი-ნანატრიერი. აბა გადახედეთ მათესთან გენეალოგიას. ვირავინ არიან მოხსენებული? დააკვირდით რა ხალხი? რა სამარცხვინო რამ ჩაიდინა იუდამ? იუდას შვილები, ვინ არის მოხსენილი? ორი შვილია მოხსენებული გენეალოგიაში.
თამარისაგან რომ შვილები გააჩინა მან ის თამარი ძლად რომ უნდოდა თან ეს წარმართი ქალია შემდეგ ამ გენეალოგიაში მოხსენებულია რახაბ მეწავი აქვეა მოხსენებული რა გზით სოლომონი როგორ გაგჩნდა იურიას რო წაართვა და დაისვესა თანაც ეგეც ხეთელია არ არის ეგეც ებრაელი მოაბი საერთოდ რა ვიცი იქ რომ არ გაეკაროთ ამ ხალხს ეს საერთოდ ეს ვერ შევარღვი ესე იგი არხად არ დასტურდება რომ ისრაელი ერი მაგარიერია და მაგიტომ არის არჩეული იმედის მომცემი არის და ძალიან ძლიერი მადლს როგორ აფრქვევს ამ ხალხზე გენეალოგიას რო გადახედავთ მათედან და მე ძველ აღთქმაში აკრიფავთ თელამ წიგნებს ნახავთ აბრაამი მოსე დავითი რატო იწყება მათესთან წიგნის შობისა იოსი ქრისტე დავითის ძისა და იწყება მე აბრაამი ნახეთ აბრაამი მოსე აბრაამი იაკობი ისაკი მოსე დიდი ფიგურა მეორე მე დავითი აი ეს არის ჩამოთვლილება და ახლა გადახედეთ გენეალოგიაში რა ხალხია ვერანაირი ტყვის რომ ეს რჩეული ხალხია გონებით ჭკუით გამორჩეული ეს ხალხი ჯერ გაუნათლებელი მეჯოგეები და ამ მეჯოგეებიდან ჩამოყალიბდა და ერი ამ ერიდან გამოვიდა მეფეები განათლებული ბრძენიც აი ღმერთს რა შეუძლია აი ესე რომ გადახედავთ ამას იცით გაუცდებით რა და არავინ არ დამიწყოს ის ამასთან შეიძლება შევადაროთ ბუდა და რაღაცეები კაცო არავის არ ჯეროდა მეგობრებო ეს გამოცხადებაც დღეს ამ ეპოქაში რო ვარ და არავის არ ეცხადება ამას თავისი გამართლებაც აქვს არ საჭიროებს გამოცხადებას ღმერთი იმიტომ რომ დასრულებულია ყველაფერი დამთავრდა საჭიროებს კი განცხადებას ქართულში განცხადება და გამოცხადება სხვადასხვა. განცხადება იმ შემთხვევაში მოხდება, როცა შენ შეისწავლე ამას და გაგიცხადდა ის ჭეშმარიტებები, რაც ბიბლიიდან არის მოწოდებული. ამასობაში ეს განცხადება გაცოცხლებაშიც გადადის. გაგიცხადდა და გაცოცხლდი. ამას ითხოვს ჩვენგან მაცხოვარი და თუ ეს ტყუილი არის, მაშინ ეგ მატყუარი ეგ ყოფილა მე რაშვაში ვარ. აი ეხლა ამას მთელი სამყარო მისდევს. თუ ადრე მისდევდნენ დენომინაციები, ეხლა იქაც შევიდა ლიბერალიზმი და ამაზე აქცენტს აღარ სვამენ. უმცირესობაში ეგეთი დენომინაციები. დიდად არ არის მიღებული რო იცოდეთ. უფრო ლიბერალიზმი შევიდა, რა დაბადება, რის დაბადება, რიტუალები. აგერ მოდი, ეგერ მიდი, უფრო აი მიწიერი წარმატებები. ველოცოთ სამსახურისთვის, ველოცოთ ფულებისთვის, ველოცოთ მანქანა ვიგოთ. ეს არის დენომინაციებში, გაუცდებით რა. მეგობრებო, ბიბლია სულის ხსნა არის და არა მანქანის ციდან ჩამოფრენა. სულს კიდე ხსნა იმ შემთხვევაში იქნება თუ მხსნელიდან მიიღებ იმას რომ გამართლებული ხარ. მხსნელი კიდე იესოა რომელიც ნაწინასწარმეტყველია როგორც 60-ის ბაღში, ასევე იაკობის ლოცვა იუდას ასეუბნება და როგორ შესულდა ეს. ეს დიდ იმედებს აძლევს ქრისტიანებს და პირველ საუკუნეში ქრისტიანებს როცა ეს წიგნი მთლიანად არ ქონდა, ღმერთი არ ეცხადებოდა მასიურად არავის არჩევდა ისევე როგორც ძველ აღთქმაში ადამიანებს და თავის საყვარელს მანიცის ვისთან უნდა მივიდეს და შენ მას უნდა დაუჭერო. ზოგად გამოცხადებებსაც ჰქონდა ადგილი ისე როგორც ძველ აღთქმაში მთელი ისრაელი უყურებს თეოფანიას ღმერთს როგორც სინაის მთაზე ღრუბლის სახით მერე ცეცხლის სახით ამას უყურებენ ასე უსმენენ თან ასევე მოსე არის მისი წარმომადგენელი და აარონი ასე რომ ხალხი ვერ იტყვის იმას რომ ეს მოსეს ჭვრეტელობითი რაღაც ისენია თეორიები რელიგიური თეორია რა მოინდომა სამყაროდან ტვინით გასვლა და შექმნა თეორია როგორი გადახედა გადმოხედა რამძიმეა ცხოვრება და მოდი რელიგიურ თეორიას შექმნა ხალხს გავერთიანებ და ვიქნები ხალხის ბელადი და დავამარცხებ ყველას ესეთი რამე ბიბლია არადასტურებს ესეთი რამე არის ყურანში მუჰამედი იყო ესეთი და არც უთქვია მუჰამედს რო ღმერთი ვარ მან შექმნა რელიგია ვარბო წინასწარმეტყველი მოინდომა ეს ამის ქვეშ გაერთიანა მთელი მუსულმანური სამყარო სოფლის დაყრობა დაიწყო არაბებმა დღესაც ხუშტური აქვთ მაგრამ ნუ რაც უკაცრავად არაბებმა რამდენჯერაც მოინდომეს ქრისტემ უკან დაახევინა ამას. თუ აღზევდა მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანები დაესაჯა, ფსევდო ქრისტიანები. მაგრამ არაბები არასოდეს არ გაჯეჯილებულან. ნაწინასწარმეტყველებია ვერც გაჯეჯილდებიან. ესენი არ მიიღებენ არასოდეს იესოს. ყველაზე მტრულად განწყობილი არის იესოს მიმართ, გაოცდებით ვინ? იზმაელიტელები, არაბები, მუსულმანები. ესე იგი ძმა, ეს არის უცნაური. ხლა რო არიღებს, თქვათ ბუდისტი გასაგებია. ის იქიდან არის გამოსული. ეს აბრაამის შვილია, აბრაამის შვილი იზმაელი. და ეგ ხაზი მოდის და მეფეები და წარჩინებული გვა და ამებმა თავისი რელიგიაც კი შექმნეს. ქრისტიანობაზე დაყრდნობით, ბიბლიაზე, მოდი ვთქვა ძველ აღთქმაზე დაყრდნობით, ამოიღეს ახალი რელიგია. დაუკავშირეს პიროვნებას მუჰამედი რო ქვია და დაიწყეს ამის მოხვევა მსოფლიოზე. არაფერი არ გამოუვიდათ, არც ახლა გამოსდით. თორემ ქრისტესთან ვის გაუმარჯვია მითხარით ბიბლია რას გქონდა? ვერამ ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ მათ გასაგონად სანამ დროა იცი მოექცნენ ჯობია მასიურად ეგენი ამას არ გააკეთებენ აქა-იქთი 1-2-3 კაცი აი გვიკვირს რა და დღესდღეობით არ ვიცი მუსულმანის გაქრისტიანება მე რა ვიცი ძალიან მეეჭვება მუშაობდნენ მისიონერები და თქვენს 17 წლის განმავლობაში ერთიც ვერ მოაქციეთო არ ეს საოცრებაა რა და ცოცხალი ღმერთი მიუძღვის ეხლა ქანაანში რა უცნაურია და მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენელი რახაბ მეღებს აქვს ცნობები ამის შესახებ
ამ ცნობებმა ამ ქალის ყურამდე როგორ მიაღწია? აი ეგ არის ჩემთვის უცნაური. რა წყალობა ეს, რომ მეძავი ქალი არის მოხსენებული გენეალოგიაში. ესე იგი უნდა მიიღოთ ის, რომ ეს 60-ში ეს ქალი. ასევე ის თამარი და ასე შემდეგ. აი რა მოწყალია ღმერთი, აი რა მადლით გადაარჩინა ესენი. და რუთზე აღარაფერი აღარ ლაპარაკი, რუთი როგორი პიროვნება, მე შევეხებით ამას, პატარა წიგში რა ხელა დოქტრინაა განცხადებული. როგორ უკავშირდება ეს მოსეს, ეს აღთქმას და ეს დავითს მერე და დავითი იესოს. ეს ხომ თავთავი არის იმ ჯაჭვისა. რუთს ესე ნუ შეხედავ მაგ წიგს, რომ ეს არის რაღაც საკედამო ზღაპარი. ეს უნდა აკინწოთ. თრეანობაში ხომ? დავითის დაბადებამდე 100 წლით ადრეა ეს ისტორიები აღწერილი, მაგრამ შექმნილია კი იმ ეპოქაში, რომელი ეპოქაც სამუელის იმას უკავშირდება. მინიშნებები არის, რომ მიწერა ავტორად სამუელი ჩაითვალოს. რაღაც მინიშნებები არის. ეს მე სხვათა შორის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ჩვენ როცა გვაქვს ეჭირვებები და როცა გვაქვს ეს ჩვენ აღარაფერი აღარ დაგვრჩენიან, ყველა მივიქნებით იმის იმედზე, ან ხატებთ ან ილოშნაოთ, ან იმებზე, ან რაღაც გამორიცხეთ ეგა. ერთადერთი ეხლა ხაზი დატოვებული არის ბიბლია. მაშინ პირველ საუკუნეში ეს არ იყო და არ შეიძლებოდა რომ იესო არ გამოცხადებოდა აი ამ ხალხს და ეს არ დაემთავრებოდა. გამოცხადდა რა, წარმოიდგინეთ, ახლა რა სიხარული იყო ეს, როცა უკვე მიწოდა აი საწყლებს, გაუბედურებულებს, ლომის ხარვებში რო ვაგდებდნენ ამ ქრისტიანებს, გლეჯდნენ ლომები, ნადირები, ხოცავდნენ, დაუძინებენ პირდაპირ იმის გამო, რომ რელიგიური წმენის იყავი შენ ქრისტიანობის, აი ამის გამო უნდა მომხდარიყავი და ისინი არ თმობდნენ ამას და არანაირად უფლად არ აცხადებდნენ კეისარს, ამ შემთხვევაში დომიციანეს ხომ. ასე იუპებოდნენ ისინი, მაგრამ ქართული სიტყვა დაუპა ქრისტიანულად ნიშნავს განახლებას, ესე იგი ქრისტიანი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის. ესე ქრისტიანისთვის სიკვდილი არის ღმერთზე დაშორება, სიცოცხლეში გადასვლას ღმერთთან დაბრუნება არის. ქრისტიანული ტერმინოლოგიით სიკვდილი არ არსებობს, კიდევ ვიმეორებ, თავი შეგაწყინეთ. თუ ქართული მასში სხვანაირად არის გამჯდარი ეს კუდომა რა. დაიმახსოვრეთ, იყო ქრისტიანი, სიკვდილი წაშალეთ ექცნება რა. ქრისტიანი არ კვდება. უფრო მეტი, ქრისტიანული ტერმინოლოგიით და არც ერთი ადამიანი არ კვდება. არ ქრება, იმიტომ რომ კუდომა ქართულში ასოცირდება გაქრობასთან. სადღაც მოუსავლეთში გაასვლა. ეს ისე ფანტაზიებია, რელიგიური ფანტაზიები რო არის წარმართობი იმიდან შემონახული. რომ აი სული იქნება, ეს იქნება. არა. ქრისტიანობასთან არ არის გათიშული სული და სხეული. ეს არის ერთიანობა. ეს ქრისტემ დაადასტურა და დაამტკიცა ამით ეს. ზოგ ქრისტიანი მოდის არა სპირიტუალისტური სულით, რომ აღსდგება განდიდებული სხეულით აღსდგება იგი. არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება. აი ძალიან უცნაური რამეა რა, ვერ აღწერ ამას. დავად ღმერთმა გითხრა ესო. რაც თვალით ვერ დაინახავს. ბევრი რამე უნახია თვალს, ხომ დღეს? ბევრი რამე გაუგონია ყურს, ხომ? ბევრი რამე გაგვიტარებია გულში. მაგრამ წერია, რაც თვალს არ უნახავს, რაც ყურს არ მოусმენია, რაც გულში არ გაგიტარებია, ის მოუმზადა თავის შეყვარებულ ღმერთმა, თავის საყვარელს, ქრისტიანს ესე იგი. ეს არის დახასიათება სული. ახლა ვინმე რა და როგორ? იმიტომ რომ ვერ აღწერ ამას ამ მიწიერი კატეგორიებით. არ შეიძლება ეს აღწერო ის ვერ შემოვა აქ. ამიტომ რწმენით უნდა დაველოდოთ ამას და განცხადებული უნდა იყოს ის, რომ ადამიანი არ ქრება და სწორედ აქ არის საშიშროება. არ ქრები რა, მას სად აპირებ გასვლას. უჭკუას უნდა მოუხმოს ვიღაცამ, ვერც ხატი გადაარჩენს მაგას და ვერც მოხდელთან პუტუპუ და ვერც თუნდაც ბერად აღკვეცა. ამან უნდა შეიგონოს, რომ დაიბადა ცოდვილი და ნატურა ცოდვილი რომ ქონდა. აი ეს იესომ გამოისყიდა ღმერთთან შეარიგა. თუ იესოს არ მიიღებს როგორც ცოდვის გამომსყიდველს, ამას ცოდვები არ წაეშლება. ცოდვილი ბუნებით გადავა იქით მშვინვიერი მკვდარი და ღმერთს დაშორდება. არა მარტო ყველა. აი ეს არის ჩემი დააკვირვება და წაკითხვა ბიბლიიდან ღმერთწმენა. რასაც ვარ და არა მარტო ჩემი. შეიძლება სხვანაირად ვალაგებ. რომ არ მივიწებო ევრიკა აღმოაჩინე რაღაცა. ასე დალაგება გრამატიკულად ჩემეულს უწოდებ. მაგრამ ბიბლიაში ეს უფრო სხვანაირად კიდე სხვებს აქვს დალაგებული. სუნთლიანად მეც ესე გავიეზრე და განვიცხადე. რამე თუ მე შევაღებ იმ კარებს, რომელსაც აღებს ყველა. და არც მე ვარ 2 წლის და ფანტაზიებში და რომანტიკული ქრისტიანი ვიყო. მუდამ ამაზე ფიქრობთ ჩვენ. გაქრობა აღარ არის, ხო და ამან მეტი შიში შემომიტანა. და ამემტკიცეთ რომ გაქრობა არის და შიში აღარ მექნება. მაგრამ არცად არ წერია რომ გაქრობა არის. გარდა კრეტინული მარქსისტული იმისა, ისინიც მიფუჩეჩებული არის. არც რელიგიაში არ წერია რომ გაქრობა არის. და რელიგია კი მოგეხსენებათ რამდენია რელიგიის ისტორიაში. არ არსებობს ადამიანი რელიგიის გარეშე. თავად მარქსიზმიც რელიგიაა. მაგრამ რელიგია როგორი? სიკვდილის რელიგია, გაქრობის რელიგია. კატასტროფა და უცნაური ამას რატო ირჩევს ადამიანი? ეგ მაოცებდა. მოწონს ალბათ გავქრები. არც ვიქნე, აი ახლა კიდე ცხოყოფნა და კიდე ტანჯვები. არა მეგობრებო, არავინ არ ადასტურებს ამას. ესე იგი, შიში უფრო შემოვიდა. აი აქედან შიში ეს არის სწორედ პირველი საერთაშორისო ბიბლიაში შიში არ აღიქმება ცუდიმად. მართლაც სიბრძნესთან არის წინაყარი და ბრძენი მაშინ ხარ თუ ხარ ღვთის მოშიში. ნახეთ ღვთის მოშიში. სხვა ნებზეთესია, სტრახ ბოჟი რუსულად.
შიში ფიგურირებს მაინც. ესე იგი, რა შემთხვევაშია ბრძენი კაცი, როცა იგი ღვთისმოშიში. მაშინ ხარ ბრძენი, ისე არ ხარ ბრძენი. ასე რომ სხვა თეორიებმა შემოგიტანეს რა, რომ შიში რა ხარ კაცო, არა მეგობრებო. შიში აუცილებელია. ღმერთის შიში შემოვიდეს ჩვენში, რომ იგი არის. და ეს შიში ისეთი კი არის, რომ თავს მოგვაჭრის. ღვთისმოშიშობა ცოტა სხვა რამეა, უკვე სიბრძნესთან წინაყარია და სიბრძნე კიდე ღმერთთან მიგვაახლოებს ჩვენ. გაგოგებინებს ვინ შექმნა ჩვენ, რატო შექმნა სამყარო და რა საზრისი გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში რაც დღეს სოფლიო აკეთებს ადამიანის დანიშნულება ეგ არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი დაიწვება. რომც არ დაიწვეს და დედამიწა იტრიალოს, ჩვენ მაინც აღარ ვიქნებით. მთელი თაობები მიდიან, ეს დედამიწა კიდე ტრიალებს. დეკორაციები იცვლება. ლანდშაფტიც კი არ შეცვლილა. რაც იყო მე-18 საუკუნეში, აი ეს მთა, ხო, მე-18 საუკუნეში თბილისში რომელიმე კავკასი ისევ დგას. ეგ არ შეცვლილა. ერთხელ წარღვნის მერე საბოლოოდ რო დადგა, მას მერე სტაბილური გეოფიზიკური გარემო ჩვენს წინ. რომ არ იცვლება არაფერი. პატარა იმის გარდა, აი ვულკანური რაღაც, მაგრამ კატასტროფული ცვლილებები, რომ კალაპოც რამე შეეცვალოს, კონტინენტები რაღაც დაუახლოვდეს, ან გაიპოს ზღვა და რაღაცა დაშორდეს. ესეთ რამე არ მოხდა რა. ერთხელ მოხდა და დამთავრდა. ასე რომ ეს მარადიული როგორ იქნება, იცვლება ადამიანები, გადიან სცენიდან, იქიდან არავინ არ ბრუნდება. აგერ რამდენი ის არის, რა თაობა წასული. კაციშვილმა არის, ხო, რამდენი მოუთხალ, 10,000 წელი გავიდა, ხო, ჩვენ თუ კიდათ მილიონი თქვი თქვენ. მაგრამ 10,000 საკმარისი იქნება ჩვენი მაგალითისთვის ხომ ბიბლია. ვინმე დაბრუნებულა იქიდან? არავინ. ადამიანი არავინ. იქიდან მოვიდა ღმერთი და სწორიც არის. კომპოზიტორად ესე ძალიან სწორია. არ შეიძლება ადამიანი მოვიდეს. ადამიანიც რო გამოეგზავნა იქიდან ღმერთს, არც ეგ იქნებოდა სწორი. როდესაც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს ხომ სული წმინდით, როგორ ეხვეწება მდიდარი რომ ლაზარე მაინც გაუში და უთხრან, არა, არ უშვებს. ლაზარი განათავის თავზე. ლაზარი გაუში. ჩემ ძმებთან მივიდეს. არა, ღმერთი ეუბნება. მათ აქვთ თუ იმიდან არ იწამეს, არც ამიდან იწამებენ. ღმერთის სიტყვა ხო იცით როგორია? ეს ისე კი არა რაღაც ოპერაციები ლოგიკური. ეს არის 100%-იანი წინასწარ ხედვა ყველაფრის და იქიდან ლოგიკური ოპერაციები. ეს 100%-იანი მოხდებოდა. ლაზარე რო გასულიყო, ისინი მაინც არ მიიღებდნენ. ღმერთმა ეგ თქვა. ასე რომ ამაშიც რაღაცა არის ქარაგმა ხომ? და მით უმეტეს დღევანდელ პირობებში ახლა ყველას ჩამოგვიაროს ღმერთთან გამოცხადება, რა უნდა გითხრას? დასრულებულია ყველაფერი. დასრულდა, აღსრულდა. ეხლა არის რწმენა და რწმენის საფუძველი არის ძალიან ძლიერი მასალა, დოკუმენტური, ბიბლიის სახით, ყველანაირად დამტკიცებული და აგერ აი ებრაელების მიმართ არის მიწერილი, მათე ებრაელებს უწერს. გენეალოგია არწმუნებს რომ ეს ვისაც თქვენ გააკარით ჯვარზე, ეს იყო მესია რო ელოდებოდით და გენეალოგია დაუდო წინ. ეს ყველანაირად დამტკიცებული არის ბიბლიაში და ბევრმა არ მიიღო იესო როგორც ღმერთი. როგორც მაშინ, ისე ახლა არ იღებს ბევრი. იღებენ ისევე როგორც კარგ პიროვნებას, რელიგიურს, თუმცა ძალიან ვცდები რომ რომელიმე ბრძენმა კაცმა ეს ჭკვიანად ჩათვალოს. თუ ღმერთად ამას არ მიიღებ, მე უკვე არ დავიჯერებ რომ შენ ეს ბრძენკაცად ჩათვალე, იმიტომ რომ შენ თავად ახარ ძლიერი ბრძენი. ნიჩზე ამას როგორ მიიღებ და როგორც ბრძენს. ამიტომ არ მიიღო მან არ როგორც ბრძენი, იმიტომ რომ ბრძენი არ ჩანდა და ღმერთს როგორ მიიღებდა. აი რანაირად მიიღებდა ხომ? მოთხრილი აქვს ყველანაირად, საოცრად მოთხრილი ყავს თავის სისულელეებში, ვერ გაართვა თავი ამ სისულელე ოპერაციებს ლოგიკურს და საგიაში ამოყო თავი და დაასრულა 20 წელი სიცოცხლე ხომ? მართლაც აი ჭუიდან გადავიდა. რომელი ქრისტიანი გადავა ჭუიდან? ქრისტიანთა ხო სული წმინდა ის ჭკვაზე აურებს და გაცინებს განა ვინმეს როგორ გეყადრებათ. თავის სახელს მაინც არ შერიცხვენს ღმერთი. ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს არა შიშველი რწმენა, არა ვიღაცა რელიგიის რეფორმატორისა, როგორც აქვთ ინდუელებს და მუსულმანებს, არა ქრისტიანებს აქვს ცოცხალი ღმერთის რწმენა და ამ რწმენაზეა ლაპარაკი. რომელიც არის ყველგან და არ საჭიროებს იმ ერთ ადგილს დღეს რო წაკითხული იქნა, იქ რო არის იერუსალიმი, ესეც გასაგებია რატომ? და მე იერუსალიმში რო იყრება ყველა და გახსოვთ ალბათ ტიტე მაგ დრო გამოყენებული იქნა პასაგის დროს რო შეიყარა ყველა იქა და განადგურებული იქნა სულ ყველა. ხედავთ? მათ რომ კარგად მიიღოთ იესო, იერუსალიმში სათაყვანებლად აღარავინ აღარ ჩავიდოდა. დარჩებოდნენ იქა და არ გაწყდებოდა იმდენი ხალხი. იქ 2 მილიონმა მოიყარა თავი თუ მილიონმა იმ ქალაქში იერუსალიმში. სულ ყველა გაწყდა. დანარჩენები თუ ვინმე გადაჭა გაიფანტრენ. ვინ ჩავიდა იქა და ბევრი ჩავიდა საკმაოდ ხო მილიონამდე იყო. ასე რომ თაყვანისცემა ისე რომ ღმერთს არ დაუჯერეს, ხო არ დაუჯერეს. იესო გააკრეს ჯვარზე. იესოს ჯვარზე გაყრის მერე ხდება 40 წლის მერე ეს ისტორია და იესოს ამბები ხო გადაიცა მოსახლეობას. ხო აღწელებდნენ ამას. იონემ რო ჩაწერა ეგა. როგორ ფიქრობთ ეს რა? თავში არ ქონდა მას მერე გაუჩნდა თუ როგორ? ამას გადასცემდეს სული წმინდეს იმ ხალხს და ეუბნებოდა რომ აი ხლა თაყვანისცემა როგორც სამართლის ეუბნება არ არის საჭირო იერუსალიმში თაყვანისცემა. შენ ადგილზე უნდა იყო. მიუხედავად ამისა არავინ არ დაუჯერა და გახსოვთ ალბათ რა მოხდა. ასე რომ ღმერთის სიტყვა არ გადატის მეგობრებო. ამიტომ დღეს ამ ხრივ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ.
თუმცა ზოგ-ზოგ ერთებს შურს რო ეცხადება. აგერ ბიბლიის სახით გაგვიცხადდება ჩვენს და რო შეისწავლე ამას, ერთხელ და სამუდამოდ რწმენაში მიიღებ ამას და ელოდები რომ ყველა ვარიანტში შენ როგორც ერთ-ერთი მსახიობი, შეიძლება თეატრალური ტერმინით ვიხმაროთ, ცხოვრება რო ქვია ამ თეატრში, უნდა დატოვოს სცენა. თან ეს დეკორაციებიც უნდა წაიღო. იმიტომ რომ მოვა სხვა მსახიობი და შენ დეკორაციებს დაანგრევს. როგორც თბილისის მსახიობებმა მე-19 საუკუნის მსახიობები გავიდნენ და დეკორაციებიც მისი რო დარტოვეს დაანგრეს ვინც მოვიდა ახალი მსახიობები. შეცვალეს თბილისის ლანდშაფტი, დეკორაციები. ეს იცვლება მეტაფორულად თუ ვილაპარაკებთ. ეს არნიშნავს იმას, რომ ადამიანები გავიდნენ და გაქრნენ. კიდევ ვიმეორებ ამ ჭეშმარიტებამ და უდაოდ ჭეშმარიტება ეს, როცა დაუკვირდებით, მიგვიყვანს იქამდე, რომ ცოტა შიში შემოდის. მაშინ სად უნდა წავიდე? დააკვირდეთ გადასulis პერიოდი, როდესაც თბილისს ტოვებს პიროვნება და განსაკუთრებით ისეთ ადგილს, როგორც ჩაქცეული ბნელი, ღოღობი, არაფერი არ არის, წყალი, შუქი, ბნელი, ასეთ სიმბოლოდ განვიხილოთ, ამას რო ტოვებს ადამიანი. ახლა შიში გაგიჩნდება, მიდიხარ, ვაიმე, გავქრები თუ არ გავქრები და როგორ გიხარია, რომ დატოვე ეგ ადგილი და ხარ შენ სადაც ხარ. ხარ, მაგრამ შიში გაქვს. ვაიმე, როგორ ვიქნები აქ? და გაქრობით ახლა ამ გადასulis პერიოდში რომ გამქრალიყო, თქვა, გული წაგივიდა, სწორედ ამთავრად არაფერი პრობლემა ვერ ნახავ არაფერი. იცი რას ვადარებ ამას? როდესაც ქართულ ცნობიერებაში და არა მარტო ქართულ ცნობიერებაში სატანამ შემოიტანა ის რომ შენ გაქრები ყოველ შემთხვევაში. ხო, სატანის არის ეს აზრი. იმიტომ რომ ღმერთად თუ ვერ გახტები ყოველ შემთხვევაში ცხოვრებაში ხარ ღმერთი, ღმერთი რადგან ღმერთი არ არის, როცა შეღმერთი ხარ, ღმერთი აღარ არის, ხო? და ფაქტიურად ყუდომა ასოცირდება გაქრობასთან და გახარებს უკვე, იცი? მოდი ამ ცხოვრებაშიც გავიხარებ და გაქრობა თუ არის, გაუმაჯოს გაქრობას, აღარც ვიტანჯებ. გაქრობა ისეთი მდგომარეობა არაფერი აღარ შემოდის განცდაში. ტკივილი არ აქვს. არაფერი აღარ აქვს. ეხსერება სიზმა არაფერი არ არის. ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ თქო წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობა ეს გაქრება? მე არ ვიცი ეს რა არის. რა შევადაროთ, ხო? შევადაროთ ნარკოზს, რომელიც გაგიკეთებ და მართლაც არაფერი არ იცი, დაგჭეხეს 2 საათი, 9 საათი, დაგჭეხეს, გამოდიხარ და მე გრძნობ ტკივილებს. ისე იმ პროცესში არანაირი ტკივილი არ გიგზნია, თუმცა ხერხებიც იხმარეს, ბურღებიც და ყველანაირი იარაღები გამოიყენეს. შენ ოდნავადაც არ შეტეკული ხარ, იმიტომ რომ სულ სხვა მდგომარეობაში იყავი. რაღაც გაქრობასთან ახლოს. რომ არც სიზმარია, არაფერი არ გახსოვს. არაფერი არ იცი. შემოდიხარ და დამძიმებულ ტკივილს გრძნობ ნელ-ნელა. თუ გამოდიხარ იმ ნარკოზულ მდგომარეობიდან. წარმოიდგინეთ ახლა თუ გონიათ რომ მაგ მდგომარეობაში იქნება ადამიანი, იცოცხლეთ, გაუხარდება იტყვის. ჭამოთ საათ რო გავატაროთ და მე გავქრეთ რა პრობლემაა. ნუ რას უკაცრავად? ბიბლია არ ადასტურებს გაქრობას. ბიბლია ადასტურებს ყოფნას, მაგრამ ერთი ყოფნას სიკვდილი ქვია, მეორე ყოფნას სიცოცხლე. ამ სიკვდილი რო ქვია, ნიშნავს ღმერთთან არ ყოფნას. აი ეს არის ყუდომა ბიბლიაში. აი ეს მოვიდა პირველად ადამს. ადამი მოკვდა, ღმერთს დაშორდა. ეგ არის სიკვდილი. და მშვენიერად გააგრძელა ცხოვრება. კი არ გამქრალა. 60-ის ბაღში მოკვდა, მაგრამ არ გამქრალა. ღმერთს დაშორდა. და მოყვარული ღმერთი უკვე სხვანაირად ეხმაურება მას. არ შეიძლება რომ შენ ცოდვილი ადამიანი ჩემთან იყო. რისხვას დაიტეხ და გაუბედურდები. და ემალება ცოდვადაცემულ ადამიანის ღმერთი. აი ეს არის ამის დიდი სიყვარული. ვისაც ეცხადება, ახდენს რაღაც ისეთ სასწაულებს, რომ უშვებს ამას. და მართლაც ისაია, ვისაც ეცხადებოდა, გახსოვთ რა მდგომარეობაში იყვნენ, ხო? ყველას ვერ გამოეცხადება. როდესაც მთლიან რაღაცა გრუნა გაიშვა, ხალხი უნდა გენახათ რა დღეში ყოველდღე მრისხანებს იგი. ესე იგი, ცოდვის გამო არის რისხვა თორე. განამრისხანია ის. აი ეგ მექანიზმი ამოუხსნელი არის, არ ვიცით ეგ რა არის. აი ამიტომ იმტვრევენ თავს თეოლოგია რასაყნობა და ფილოსოფია. ადამიანურ ინტელექტს. ინტელექტით ამას ვერ ახსნით მეგობრებო. ბევრი რამე აუხსნელია ბიბლიაში და ამიტომ არის რწმენა საჭირო და ავტორიტეტის რწმენაა ბიბლიური რწმენა. ეს არ არის ვიღაცა სემინარია დამთავრებული კაცის, რომელიღაცა პასტორის დღეს რო არის სოკუებით პასტორები, დიპლომირებული, ხელფასირებული და რეგისტრირებული და არიან ქაქანში და ერთად. არა მეგობრებო, არავის ხილვა არ ქონია. ჩვენც ივე მდგომარეობაში ვართ როგორც ის პასტორი. იმანე სამუშაოდ გაიხადა, ჩვენთვის კი სიცოცხლის წყაროებს და ის სახშიც აგაკ. ასე 2 და 3 ქრისტეს ირგვლივ რო გავერთიანდებით, იქ არის სათაყვანებელი ადგილი. აი ამისგან გაგვან თავისუფლება. მაგრამ რო გადავა ღმერთთან არ იქნება თუ არ მიიღო იესო როგორც მხსნელი და თუ არ დაიბადა. დაბადება კი ყველა შეუძლია სანამ პირში სული უდგას. სიტყვით არ უნდა მიიღო. ეს ღმერთი აკეთებს. ამისთვის საჭირო ახლა გულწრფელად, მართლაც ხო არის გულწრფელი მდგომარეობაში, ხო ყველა ჩვენთაგანი ყოფილი ვართ. არ არსებობს ადამიანი რაღაც ეტაპზე, რაღაც გულწრფელ მდგომარეობაში არ ყოფილიყავთ. ხო იცით რა არის გულწრფელობა? აი როგორ ახსნა. ასეთ მდგომარეობაში რო შენ ღმერთს მოუხმობ, აი სახთენს სასწაულს. და არაფერი არის საჭირო. და არა ეს ახლა მღვდელი და რაღაცა და ეს არის თავის მოტყუება. ამას აკეთებს მამაძაღლი სატანა. არ და წიგნი ხო გაქვს შედალოცვილო. წაიგითხეთ მე რა მეციდან ჩამიფრინდა ესა.
მე ღმერთთან მინდა ყოფნა და არა ღმერთის გარეშე ყოფნა, იმიტომ რომ აქაც გავიგე რა არის ღმერთის გარეშე ყოფნა, თუმცა ღმერთი აქ იმყოფება. დაანჯვაში ვართ. მაგრამ ეს დროებითია. დროებით არის და განახლებული კაცი დღის დღე უკვე. გახსოვთ პავლე რა იცახის? როცა იესო მიიღო, მან ხო თქვა მან, უკვე მე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედიო. იცით რას ნიშნავს ეს ტერმინი? რატომ იყო პავლე ქრისტემდე მკვდარი? იმიტომ რომ ეგ ფარისეველი იყო. სულიწმინდა არ იყო გაცოცხლებული. იესოსთან არ იყო ეგ. არ იცნობდა. რელიგიის მიმდევარი იყო, კეთილსინდისიერი, ზნეობრივი და კაი ადამიანი. განსწავლული უაღრესად და პატიოსანი, იმიტომ რომ ეგ იყო წევრი სინოდისა და იქ აუცილებელი მოთხოვნილება იყო ცოლშვილის ყოლა. ესე იგი ეს კარგი ოჯახის შვილი იყო. კარგი მამა იქნებოდა ეს. მაგრამ ეს მოიხსენებათ ქრისტეს მერე ამას ყველაფერი გადაყარა. აბსოლუტურად ყველაფერი გადაყარა ამან. მაგიტომ იძახის სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით ქრისტიანები. ვინც მიიღო ეს? ესე იგი ყდომა ნიშნავს კიდევ მეორებ იმას, რომ შენთან ღმერთი არ არის. შენ კი ხარ და როცა ღმერთი შენთან არის და ხარ, შენ იტანჯები, იმიტომ რომ ცოდვილი ბუნების გამო ვიტანჯებით ჩვენ სულ ყველა მდიდარი ვარ თუ ღარიბი. ჯერთვის სულ ყველაფერი რო ქონდეს სხეული გაწუხებს. იტანჯები რა, ვინ მომკვდარა ისევ ერთხელ ალბათ არ გამხდარა. და თუ ყდება სიკვდილის პროცესიც ისეთია, რომ ან ერთი ორგანო ტანჯავს, ერთი კვირა, ორი თვე, წლობითი ტანჯები. რამდენი სამავტყოფოში წლობითი ტანჯება, შუმახერი ტანჯება, ეგ უკვე ერთი წელიწადია. რამდენია მასეთები? ეს რა სიცოცხლე არის? ეხლა ამათში თუ არ მოხდა, ამ გვამში, ამ ვიტყოდი ტრანირებულ გვამში სიცოცხლის აფეთქება, ესენი რო გადავლენ იქით. ეს კი ჩამოშორდება, მაგრამ ის სამშუნელი ხო გადაყვება, ის ხო გუტავი ნაწილია. გადახვალ მარადისობაში. ღმერთი შენთან არ იქნება, იმიტომ რომ აქ არ მიიღე იესო და იქ რანაირად ახლა იქ უკვე დაგვიანებული ეგ პროცესი. ნუ გატყვევენ კათოლიკები და 1000 რელიგიის მიმდევრები და სხვა რელიგიები საერთოდ რა ცოდვა, რის ცოდვა, კაცო, აგერ საქმეები აკეთე და ჩათვლები გააკეთე და მე ბეჭზე დაგირტყან. ხო, აი სწორედ ღმერთს ჩვენი საქმეები უნდა. ჩვენი საქმეები აქ ჭირდება ერთმანეთის დასახმარებლად, იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიბარა. მას არაფერი არ ჭირდება. არ საკლავი ჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი მისია და ბაღიც მისია, საქონელიც მისია, ხო წერია ფსალმუნებში, პერიფრაზირებას ვახდენ. ახლა რაც ბიბლიაში მიმოფანტული ჭეშმარიტებებია და ალბათ ვისაც აკითხული აქვს მიხვდება საიდან ვიღებ ამ ციტატებს. ყველაფერი მისია. საკლავებიც, ხო იცახის ერთ-ერთ წინასწარმეტყვი. რა მოგაგდა ამით მე ტრაბახები, რომ შენ შემომწირე რაღაცა. მე რა თმინდა? კუპატებს შეჭამს ღმერთი თუ რა? ამიტომ აი ესეთი რელიგიური დოქტრინები, რომელიც საქმისკენ მოგვიწოდებს, რელიგიური ცერემონიალებისკენ და ამაგით გადარჩენაზე, ეს სატანიდან არის. იესომ ამისგან გაგვანთავისუფლა ხალხო. მანამდე საჭირო იყო, იმიტომ რომ ეს რიტუალები ადასტურებდა იესოს მოსვლას და ჩვენ ცოდვილობას. ამ რიტუალებით ხვდებოდით, რომ ცოდვილი ბუნების პატრონი ვართ ჩვენ. როცა მართლმადიდებელი შედის ეკლესიაში, უნდა მიხვდეს, რომ ცოდვილია იგა, თუ რიტუალს მისდევს. თუ ამან ეგ არ გაჩვენა, ესე იგი არც მაგ ჯულის კანონში ხარ. იმიტომ რომ ჯულით შეიმეცნება ჩვენი ცოდვა და მადლით გადარჩენა. მადლი კი ყველასთვის გაიმეტა იესომ, ვინც მიიღებს იესოს იმ სიტყვას, რომ თქვენ გადარჩენილი ხართ მადლით. ამისათვის საჭიროა ჩვენი ცოდვილი ნატური ბუნება მივიტანოთ ღმერთთან და გოლგოთას იმასე შევხედოთ ამან რა გააკეთა. ამ სისხლით როგორ გამამართლა და ეს არის სასწაული. ეს მოდი ვთქვათ რომ არის სასწაული. ეს არ აიხსნება, სასწაულია. სასწაული წმენთ უნდა მიიღოთ. ყველა სასწაული წმენთ იღება. რაც იხსნება, იმას არ წმენა არ ჭირდება. აღხსენი გონებით იმერთ რაღაც მინდა წმენა. აი რასაც ვერ ხსნი ჩემი შეზღუდული გონებისა გამო და ვერ ხსნი, იმიტომ რომ შეზღუდულია ჩემი გონება, აი წმენა მჭირდება მე, აი იმ სასწაულს და ის სასწაული კიდე ფანტაზია არ არის, ესეც უნდა ავკინწოთ. ავტორიტეტი იძახის ამას. იღებ კაცს დღესასწაულებს უხთი, ქრისტიანობას უწოდებ ქვეყანას და ამ სასწაულებს როგორ არ იღებ კაცს? მაშინ რა აზრი აქვს ამას? რისთვის გვინდა ეს? ამიტომ ძალიან დიდი წმენა აქვს ქრისტიანებს. ხო, არაფერს არ უნდა ეშინოდეთ, არანაირი ჩადენილი რაღაცა პატარა ცოდვების არ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ უნდა წამოდგნენ ფეხზე და მოინანიონ. ნუ შეგაშინებთ ამისი. სული წმინდა არის პირველი აქცენტი მაგაზე უნდა იყოს, სული წმინდა არის მუდამ რომ ქრისტესკენ მიყევ ხარ და სული წმინდას თავისი ამოცანა აქვს. ამით იძახი შენ, ისე ვერ იტყვი რომ იესო უფალი არის. ის ერთხელ იტყვი ორჯერ და დაგავიწყდება და ის გაკითხებს მე ბიბლიას. ბიბლიის კითხვა კი არის წელი ღმერთისა, რა გვთხოვს ჩვენ, რა გააუქმა და რა დატოვა ძალაში. ბევრი რამე გააუქმა, ბევრი რამე დატოვა ძალაში. სულ ყველაფერი კი არ გააუქმებია. აი ვსწავლობთ იმიტომ რომ ეხლა რა არ შევასრულო. გადავხედე ძველად რომ ბევრი რაღაცა, ესენი აღარ არის საჭირო. აი საქმით გამართლებები რომ მეგონა რომ კაი ტიპი ვარ. არ ნიშნავს იმას რომ ქრისტიანი ხარ, ცუდი რაღაცები აკეთო. ხო რათა მადლი გაუხდესო, ხო არამც და არამც პავლე იძახის. ბევრს როგორ უყურებს მოდეიგა? რომ ახალი ადამიანი იმ თავითვე ცოდვის მიმართ უკვე სხვანაირი არის. იგი არის გამოყოფილი, წმინდანი, ხაგიოსი.
ყველა ქრისტიანი ქრისტეს სამღერა წმინდანი არის და ეს პრეროგატივა არ არის ქართული კულტურული მოღვაწეებისა, რომლებიც ელოდებიან რიგში, როდის ეკლესია საპატრიარქო მიანიჭებს წმინდანობას. ეს არის აბსურდი, მეგობრებო. აი ეს აკლია ქართველებს და თელ პლანეტას და გადახედეთ დღეს პლანეტა როგორ გმინავს. ნახეთ რა ხდება, ჰუმანიზმმა დაიყრო მთელი მსოფლიო. ესე იგი, ჰუმანიზმი შეიჭრა ყველა რელიგიაში. ყველა რელიგიაში, ბუდიზმში, ისლამში, ყველგან ჰუმანიზმი შეიჭრა. სადაც არ არის და სადაც ისე კონსერვატორული ნაციონალური რელიგიებია, უტევს ჰუმანისტური რელიგია. ჰუმანიზმის საწყისები ქრისტიანობიდან წავიდა მსოფლიოში. აქედანაც არის ერთ-ერთი უნიკალური წიგნი. ეს არის დღეს და აუცილებლად ამის პრეზიდენტიც უნდა მოვიდეს. ვინც ეს შემოიტანა, რომ შენ ახარ პირველი. დედამიწაზე და არავით არ ღმერთი. შენ ახარ ყველაფერი. ყველაფერი შეგიძლია შენ. უკვდავებაც კი შეგიძლია. მეცნიერება, ლიტერატურა, მეცნიერება. გამოიკვლიე, გაუკვდავდი რა პრობლემაა. გადაეშვნენ და აბა კლონირება და თელი ამბავი. არაფერი. უშედეგო ეს ყველაფერი. არავით არის მეცნიერება ადამიანს ვერ გადაარჩენს. ვერავით არის სამედიცინო, ვერავით არის წამლის მოვა. ენტროპიას ვერავინ ვერ შეაჩერებს. დაფთიაქში რო შეყოთ თავი და იქი ცხოვრობ, საწოლი დადოთ იქ. არაფერი. მოვავად რო გავალთ. და ეს დრო აღარ არის 240 წელი. გამორიცხეთ. მაქსიმუმი რომელიც პლანეტის მინიმალური მოსახლეობის ეხება ეს არის 100 წელი, 110 წელი. ესენიც უკვე უმცირესობაში იქნება სულ მალე. შემდეგ უკვე ყველაზე მაღალი თამასა სიცოცხლის სანგრძლივ იქნება 80 წელი ალბათ. მე იქნება 70 წელი. აქ კი გაჩერდება. ბიბლიაშიც ესე წერია. და ეხლაც ესეა 70 წელი. იმის იქით უკვე ღმერთი უშვებს რომ კიდევ დაგდაოს 10 წელი, 20 წელი, მაგრამ არანაირად 200 წელი. 170, 15 წელი. ნუ ეს პატრიარქების ისა 120 წელი. და თან ისე შეინარჩუნო რა, აი მოსე როგორია დააკვირდით, მისი სიცოცხლე 3 ეტაპია. პირველი 40 წელი, მეორე 40 წელი, მესამე 40 წელი. პირველი 40 წელი ვარაუნის კარზე, მეორე 40 წელი. მიდიამე უდაბნოში, მესამე უდაბნოში რომ გამოყავს რა და როგორი ხნებრგე და ამას არაფერი არ ჭირს სასიკვდილო. არც ავათარი, აღარ რამდენს ქადაგებს, როგორი იბრძვის, არაფერი ამას არ ეთყობა რა, რომ ჯანმრთელობა არ წერია რომ მოტყდა, მოჩიქჩიქ და დაათრებს 5-6 კაცი და 6-მა კაცმა აიყვანა და სხვის დაწერილებს კიდე ფიზიოლოგიური გაგებით უნდა ეცოცხლა, მაგრამ ღმერთმა გაიხმო. სრულიად ჯანმრთელი კაცი და თვითონ დაასაფლა. სად კაცშვილმა არის? აიყვანა სხვანაირად, ხომ? ავიდა მთას და მიატოვეს ხალხი. ჯანმრთელმა კაცმა. ხომ უნდა დავფიქრდეთ როგორ 120 წელი. ისულავინი 110 წელი. შემდეგ ეს მეფეები 70 წელი. ეგ აღარ შეხვდებით თო. იშვიათი გამონაკლისია, ხო? ახალ აღთქმაში 100 მიაღწია იოანემ. ღმერთმა დაუშვეს და თან სად მოხუცმა კაცმა სად გაძლო რა? რა მძიმე სამუშაოებს ასრულებდა გადასახლების პერიოდში ქვების და წარმოიდგინეთ მაშინდელი დრო. ტექნიკა და კომფორტი ხო არის, ხო არსად. ან ციხეში ჯდომა გონია თქვენ ადვილი იყო? ეხლა რო ციხეში ფერად ტელევიზორს დაიდგემენ თუ არა და ატყდება არიქა უბუცვენების ისა უბლევები იღება არიქაზე. ეს ციხეებია. აი ის იყო პავლე რო იჯდა ციხეში, პეტრე რო იჯდა ციხეში. ან ასაჟელები დღეს დაკვირვება, დღეს რა ამბავი ატყდება? სიკვდილი დაჯა ყველგან არ გაუქმეს თითქმის. მთელი ევროპულ სივრცეში გაუქმებულია, აქ კონტინენტზე შტატების გარდა გაუქმებულია მთელი ქვეყნებში. მაგრამ მთელი ქვეყნებში რუსეთშიც კი გაუქმებულია. გადახედეთ რა სიკვდილის დაჯა იყო პირველ საუკუნეში. როგორ მოექცნენ იესოს. ეს ყველაზე უსაზღრესი სასჯელი არის. კაცი მიალურს მომის და დაკიდო აფსიცხე პაპანაკება, მთელი წარმოიდგინეთ ფიზიოლოგიურად რა ხდება, ნუ წარმოიდგინეთ რა. სად არის ჰუმანიზმი? არანაი გაგიჟდებით ხო? დღეს ნახეთ ჰუმანიზმი როგორ გრიალებს. იცით რატომ არ იყო იქ ჰუმანიზმი? იქ წინა პლანზე იყო ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემა. იყო რელიგია მსოფლიოში და რელიგიური ომები მიდიოდა. ის ვინც ქადაგებდა ცოცხალ ღმერთის ურთიერთობას, ესენი უჯანყდებოდნენ. და ასეთ იყო რომის იმპერია. რომის იმპერიაში ისინი აღიარებდნენ ღმერთებს და ღმერთის მოადგილე იმპერატორი იყო. განაიძახდნენ რომ ჰუმანისტი ვარ, მე არა. აი ზეებში ყოს უამრავი ისინი ყავთ ღმერთები. მათ უამრავი ტაძრები. მოადგილეთ იმპერატორია რა, აი აქ ეს განაწესა. რატომღაც როგორც ეგვიპტეში იყო ფარაონი მოადგილე არ იყო ღმერთის? სრულიად განსხვავებულია ქრისტიანობა. ქრისტიანობას ცნობა მოაქვს სამყაროს შესახებ, ადამიანის არსობის შესახებ, ადამიანის განახლების შესახებ, ღმერთთან დაბრუნების შესახებ, პატრონის ცნობის შესახებ. და სიმშვიდე შემოაქვს. მოაქვს ყველაზე მაგარი ცნობა. მანამდე რომ გვეგონათ რომ სად მივდივართ, გითხრეს რომ არა, გადარჩენილები ხართ, არავინ არ გაქრება. არავინ. და ყდომა, რასაც ჩვენ ყდომას ვეძახით, ეს იმ შემთხვევაში არის ყდომა, როცა ღმერთს დაშორდები და მანამდე ყველა მკვდარი არის. დღეს ცოცხალი ადამიანი თუ ქრისტეს არ შეხვდებით, მკვდარია. ნუ გონია რომ ცოცხალია. აქ დადის მშვენიერით და მე გარდაიცვლება რა, სამშვენიერი გაყვება და აღმოჩნდება მკვდარ ისე მდგომარეობაში ღმერთს დაშორებული. ადამი რომ მოკვდა ღმერთს დაემალა. გაექცა რისხვას იგი. და მარტო ღმერთი რო დაუშვებდა და არიგა მისაპირობები და გამოუყვებოდა ყველას ხო? ცოცხალი ღმერთო. სოფლიოსთვის ეგ უნდა გაეცნოთ იმჟამინდელ ისრაელის ერს.
მაგრამ ადამიანის თვისება ცოდვათაცემსა მივიწყება, დავიწყება, ისევ გააღმერთება შენი თავისა კერპებისა და დაიწყო კერპთაყვანისმცემლობა საოცარია თვით ისრაელის ერში. ნივთებს დაუწყეს თაყვანისცემა. იქ კიდობანი გააკერპეს, იქ ჯვარი გააკერპეს. გააკერპეს ყველაფერი რა, გაოცდებით, გააკერპეს მღვდლები. ფერე როგორი გააკერპებულია, როგორი საქმე საზოგადოებაში როგორ არის ფარისეველი უკვე, იცი ქუჩაში გადგება, ლოცულობს, იქ წაიწერა ფოჩები, რაღაც დააწესეს წესები, რელიგიურად დააკაბალეს მოსახლეობა. დაატყუებდნენ ასე. აი ვითარებაში მოვიდა იესო. დაპირებული მესია და ძალიან უმცირესობამაც კი ვერ მიიღო ეს უმცირესობამაც, იმიტომ რომ ეს უმცირესობა მოციქულები იყვნენ და გარდაცვალების მერე მაინც ბოლომდე ვერ გაიგეს რომ ეს ღმერთი იყო. მესიას ელოდებოდნენ მიწიერს. ძველ აღთქმიდან ესე ისწავლეს. ძველ აღთქმიდან ნაციონალური ისტორიული წიგნად ჩათვალეს და ელოდებოდნენ საზღვრების გაფართოებას, დაბრუნებას სოლომონის ხალხს. ეს იესომ არ გააკეთა. იმიტომ რომ ეს არ იყო მისი მოვალეობა ამ ეტაპზე. მაგრამ მოვა მეორედ. ყველა ადასტურებს, იესო ადასტურებს თავის მეორეთ მოსვლას. თვითონ იესო ადასტურებს. თუ პირველ მოსვლაზე მოვიდა, არ მოგვატყუა და ამიტომ არიან ყველა რო ეწება, როდის მოხვალ, როგორ იქნება ნიშნები? ნიშნები ჩამოყარა. მაგრამ დრო დავადები არ თქვია მას. და ახსნა იგავით რატო? სახლის მე პატრონი როიცოდეს როდის მოვაქოლ ხო? გახსოვთ რა თქო მაგრამ და ახსოვთ სახარებაში ხო? აღარ შეგაწყენთ თავს. ამიტომ უფრო მეტად გამოვიხიკოთ ყურები მეგობრებო და ძალიან ისე მით არ შევხედოთ ამას მოსაწყენემად. კარგად ავკინჯოთ ეს ციგნი და დამიჯერეთ როგორც პავლე იძახის, მერწმუნეთ მე, პავლე რო იძახის. ეს პავლეს კი არ ვერწმუნები მე. პავლეში ვინ არის? იესო ქრისტეს ვერწმუნები მე. ამიტომ არ ვერწმუნო პავლეს, არ ვერწმუნები ხოლმე. რაც ფელიქსმა გააკეთა რომ წადი ეხლა იმან პავლე კი არის დაგამო, ღმერთი დაგამო. ასევე ისინი მოსეს ის ისრაელებმა ღმერთს საყვედურობდნენ ისინი. ბოლოს საერთოდ რამე ფერჩეს ხო გახსოვთ? ერთი თავით მაღალი რო იყო, გამახსენდა სააკაშვილი. ეს ღმერთსინება კი არ იყო. ღმერთსინება დავითი იყო ხო? არა ხალხს უნდა და გამორჩეული მაგ ინდა კი ბატონო, ხახებთ? მაგრამ მომაქციეთ ყურადღება, იძახის ღმერთი. ქრისტეც მიგვინიშნებს ამაზე, თავად იესოს ცხოვრება როგორი საინტერესო არის, როდესაც სამი კაციდან ეს ერთ-ერთი ეუბნება წამოყვები რა უფალო საადმინდი ხარ იესო მოუბრუნდება და ამას პასუხობს რომ მელიას აქვს სორო, ხო, ესე იგი თავშესაფარი, ფრინველებს საში ბუდეები აქვთ, მაგრამ მე თავის დასადები არცად არ მაქვს. წამოყვები და აღარ ვიცით წაყვათ თუ არა ეს პიროვნება. ნახეთ დააკვირდით იესო რა იძახის. ამას თავის მოსადრეკი, თავის გასაჩერებელი, დასაძინებელი არ აქვს. და ეს არის იესო ყოვლის ქმნელი. ამას რომ სასწაულები ჩაეტარებინა და ეკურნა ხალხი, ჩვენ მარტო ფულს ამით გააკეთებთ. მაგრამ ეხლა ამცანა ამისი არ იყო. არ შეიძლება ესეთი რამის გაკეთება. ასე რომ თავად მაცხოვარი არის უბრალო. ყოვლის შემძლე, ყოვლის მცოდნე არის უბრალო. ეს ხო დამაფიქრებელი არის. რატო არის ესე? და რაოდენ სირცხვილი არის დღეს პასტორები დაამთავრებენ რაღაც იმას და აიცამენ რაღაც დაჩხაპნიანი ქრისტეს დამსახურება ეს დაჩხაპნიანი დააწერენ თეოლოგიის დოქტორი და წავიდა 400.000, 800.000 წელიწადში შემოსავალი ხო? გაოცდებით რა პირდაპირ რა იმაში შევდივართ. ხლამის გორება შეხვალთ ყველას ხლამი უტევს რა. ეს ციტო რომელიც არ გჭირდება, ისე არის. ძალიან დიდხანს ეს აც გამოიყენებ. ესეთი არის ადამიანი. ცოდვათაცემული ადამიანის ბუნება. აი ამას ძლიო შენ ადამიანური ძალებით ამას ვერ გააკეთებ. ყიდულობ შენ გადაგიყრიან. ამიტომ ვაგროვებთ არავის არ ჭირდება. შენ თვითონაც ხარ დროებით იმას ვერ წაიღებ. ყველაზე მაგარი რა იცი როცა აღარ შფოთავ. დაგიფიქსირებიათ როცა შფოთი არ არის. შფოთი არათასნა არის ფიზიკიდან გამოწვეული, ავათ რო ხარ, ეკონომიკიდან გამოწვეული. მე ვერ ისვენებ. ერთად გიძე რომ ვერ ჩერდები. მოვშიტინობ, დაждები ახლა გავარდები. მე მოხვალ მეორე დღეს გავარდები, გამოვარდები. ამას ეძახი დასვენებას. ამას ფილოსოფოსი გონი არის შფოთია. წყნარი დამშვიდებული კაცი ესე არ იქცევა. გააზრებული მოქმედება ყველაფერში. ამიტომ იესო არასოდეს არ ხადაგებდა მატერიის სიყვარულს, ხადაგებდა ღმერთის სიყვარულს და მოყვასის. მთელი ეს ცნებები ორზე დაიყვანა, ღმერთისა და მოყვასის სიყვარული. მართლაც ეს არის ადამიანის საზრისი. გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასი. მოყვასი კი მეორე ადამიანია. არ არის მარტო ბიოლოგიური ნათესავი. ადამიანი რო გაჩნდა რა, აი მოყვასი. ვინ არის ჩვენი მოყვასიო, თავის დაძვრა რო უნდა და იმას გახსოვთ ერთ-ერთი წიგნობარმა რო გითხრა იესოს. და იგავს ყვება. ერთ-ერთი კაცი დავლა მოუხდა იეროქინიდან სამარიაში, გახსოვთ ხო? ჩაუარა მღვდელმა, ჩაუარა ლევიტელმა და სამარიელმა უპატრონო. ამ სამიდან ვინ არის მოყვასი? ეს ხო სწორედ თქვი. გადით ეს მოიქეციო. ხა სამარიელი კიდე მოძულე ხალხი იყო, იცით ვინ არიან სამარიელი. ესე იგი აი ეს ადგილებიც ხოლო იმიტომ უნდა გვახსოვდეს ჩვენ რომ თუ არ გავისინი გაგანეთ ესა და რაღაცა ჩვენში არ გადმოვიტანეთ ის ახლა და წაიკითხე და დაგავიწყდეს. ხო ეს მაგარი ბრძნული აზრია. მთელი სიზნელი არის როგორ შემოვიტანოთ ეს ჩვენ გულში და გონებაში და ჩვენ მოქმედებაში ყოველდღიურში ამან თუ თავი არ იჩინა, მაშინ ვართ ისე რა, დააყენებული ეს ყველაფერი. აბსტრაგირებული ცოდნა არის ეს. ესე იგი დააყენებული.
არ მეხება, მე ისე ვლაპარაკობ შენთვის. მე ამას არ ვასრულებ. არანაირად სწორი არ არის ეს. რასაც იესო იძახდა აკეთებდა, რასაც პავლე იძახდა აკეთებდა. და საერთოდ რასაც ვიძახდით, უნდა გავაკეთოთ, თუ არ და არ თქვათ ჯობია, ვიყავთ ვიყოთ კაცო. უნდა გამომჟღამდეს ეს. და დღეს კიდე ისეთი კულტი არის მამონასი, რომ გადახედეთ რა გაუთავებელი ყიდვა გაყიდვა არის. შეიძლება ერთ რეგიონი ნივთების მუდმივი ყიდვა როგორ დააყენეს საკითხი ასეა? და სულ სესხებით ცხოვრობს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. რა არის ეს? რა უბედურება არის? და გამოდამნებული კვდები ამას ისე დროს წამოგეწევა, სიბერე, ჯანმრთელობის გატეხვა, სხვა სიტყვებით ავადმყოფობა და შესაბამისად გასვლა ამ ქვეყნიდან რომ ვერაფერს ვერ მოსწრ. და რასაც დატოვებ, იმას გადაგიყარიან. ყველაფერს გაიტანენ. უბრალოდ სახსაც იქ აღარ შევა შეიშვილი. მთელი რიგი მოსაზრებით. ქალაქსაც კი დატოვებს. ქრისტიანი ესე არ იქცევა. ქრისტიანობა რა მოგონებები, რის მოგონებები. სად მიდიხარ უცოდოდაცემი, გაყვება შენ უტვინო თავი. თავს ხო იტყვებს ადამიანი. ქრისტიანობა ყველაზე ძლიერი მეთოდოლოგია აქვს ქრისტიანობას და სასწაულს ახდენს. ისე ჩვენ ძალებით ამას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ცოდოდაცემული ბუნება მოეხსენებათ ნატურა. ეს აქამდე არ შევედით ჩვენ და ქრისტეს დამსახურება არ ვაღიარეთ და შესაბამისად სული წმინდა არ იმუშავა. ჩვენ ძალებით ამას ვერ გავაკეთებთ. ცოტა ხნით გაუძლებთ, ისევ წაუძლებს სული. და ეს იმ შემთხვევაში, როცა უკვე შენ სხვა ადამიანი ხარ, სხვა ქვეყნისა და სამეფოს მოქალაქე ხარ უკვე. რაზედაც მეანიშნებდა მაცხოვარი. ამ ვიზებს ისცემს ხომ საბუთების გარეშე და ტანჯვის გარეშე. ეუნება მიწამე და ეს ვიზა მოცემული გაქვს. ჩემთან იქნები. დარჩენილ ცხოვრებას აგადავიტანთ ჩვეულებრივად, მაგრამ დღეს ის დიქტატი, საზოგადოებრივი დიქტატი, როგორიც ბიჭო ეს არა გაქვს, მოდას არა ხარ აყოლელი, რა გაცვია, ეს რა გიდგას სახში, ეს რა მაცივარია, ეს რა სკამია. აი ამას დაძლევს მხოლოდ ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ წმენით ის ახალი ადამიანია. ეს გაიღიმება, ნერვები არ ეშლება. სხვისი გულისთვის ყიდულობს ბევრი ყველაფერს. სხვისით ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანები. ცხოვრობენ სხვისი გულისთვის, ყიდულობენ სხვისი გულისთვის, რომ არ შევწხვეთ. თხოვდებიან სხვისი გულისთვის, საზოგადოების გულისთვის. ეს საშინელება არის აღწერილია ის მეგობრებო. კარგით, ეს თემაც გაგაცანით. აი, მშვიდობით. აბა ყველას ვემშვიდობები, ჩემო კარგებო, აბა კარგად.